რა გაბედეთ თქვენ? გამბედაობა აღმოჩნდა ძალიან მარტივი ფორმულა რა. იცი როგორ რა არის? უნდა თქვა რომ დახმარება გჭირდება. სიმართლის თვალის გასწორება არის მთელი მანამდე რითაც გიცხოვრია იმის დანგრევა. თუ ალკოჰოლის მოხმარება რავი ოკეია და სხეულს ეს ადამიანი ამ მიღებით ზიანს აყენებს, ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი დღემდე სახელმწიფოსთვის კრიმინალად რატომ ითვლება? სახელმწიფოს მიდგომა, სამედიცინო სფეროსი, იქ რელიგიური ორგანიზაციების იყო რომ არ შეიძლება სოდვა, არ შეიძლება კრიმინალი ხარ, დაისჯები, ღმერთი დაგჭირს, არ უყვარხარ, რა საშინელება. არ ვიცი კიდე რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ მივხვდე რომ ასეთი მიდგომა არ ამართლებს კი არა, პირიქით, ანუ წლიდან წლამდე მოხმარების რაოდენობა იზრდება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნარკოტრაფიკის გზა, იცოდეთ რომ შემოდის რუსეთიდან. ყველაზე საშინელი ნარკოტიკი რა. სახელმწიფო აკეთებს ბაზას, სადაც თავისი მოსახლეობის რაღაც ნაწილს ესე შეყრის ამ ბაზაში. და დახს აი ბეჭეს დაასვამს და ეტყვის რომ შენ ვერაზოს ვერ გახდები მასწავლებელი. შენ ვერაზოს მართვის მოწობას ვერ აიღებ. ანუ აღმოჩნდა რომ რეაბილიტაციაზე უკეთ ჯერჯერობით არ არსებობს სისტემა, რომელიც შველის დამოკიდებულებას. ყავარჯნებით ამოსულან რეაბილიტაციაში და ყავარჯნები გადაუგდიათ. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელზეც ხშირად ადამიანები ცოტა შიშით შეიძლება სტიგმით ლაპარაკობენ. ეს თემა არის ნარკოდამოკიდებულება. ოღონდ ამ შემთხვევაში წინა ეპიზოდებისგან განსხვავებით ჩვენ არ ვისაუბრებთ სამედიცინო სახელმძღვანელოების ენაზე, არამედ აქ ჩვენ შევხედავთ ამას როგორც რეალურ ცოცხალ გამოცდილებას, იმიტომ რომ უმრად ყავს მსახიობი სანდრო კაკულია, რომელმაც გააკეთა არაჩვეულებრივი პროექტი. ეს არის პოდკასტი გაბედე, თქვენ ამ პოდკასტის შესახებ ინფორმაციას ამ ვიდეოს აღწერაში ნახავთ და ის არის, როგორც მივხვდით, ამაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, არის პროექტის გამოსავალი სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთი პროექტი, სადაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებაზე ყვებიან. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. და ზუსტად მინდა რომ აი აქედან დავიწყო ზუსტად ლაპარაკი, იმიტომ რომ როცა მე და სანდრომაც ვნახეთ ეს პოდკასტი, ძალიან მოგვეწონა ანუ ეს იდეა, რომ ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად ამაზე ლაპარაკი და მე მგონია რომ თან დღევანდელ რეალობაში კიდე ასმაგად მნიშვნელოვანი გახდა აი ეს სახელიც რაც ქვია ამ პოდკასტს, ანუ გაბედე. და ამ ეს თემები მინდა რომ დავფაროთ, რომ რატო გაბედე? რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია რომ პოდკასტის საშუალებით მაგალითად ვისაუბროთ და რასაც ვერ ფარავდა მაგალითად აქამდე ტრადიციული მედია თუნდაც. ანუ რა ხდება ამ პოდკასტში ესეთი და რატო აკეთებთ ამას? რა გაბედეთ თქვენ? მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. თქვენი ეს პოდკასტის რაღაც ისინი ქვია შორტები და სერიები ხდებოდა ხოლმე და მართლა ჩემგან მოკლედ მინდა რომ გითხრათ რომ ძალიან საინტერესო იყო ხოლმე და რაღაც მართლა განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებდი ხოლმე რაღაც საკითხებს და ნდობა ამ თქვენი სერიების მიმართ მაქვს რა არ ვიცი. მანამდე მეგონეთ რომ ორივე ექიმები იყავით რაღაც ეგ წარმოდგენა მქონდა და მაგიტომ ვფიქრობდი რომ მეთქი მაგიტომ აკეთებენ ეგეთ კარგ ეპიზოდებს თქო ხო და გაბედეს რაც შეეხება არის ის რომ სულ ვამბობ ხოლმე რომ დამოკიდებულება ეგეთი ფენომენია რა ეს როგორც დაავადება ძლიერდება მაშინ როცა დამალულია და სუსტდება მხოლოდ მაშინ როცა გაცხადებულია რა და სანამ ჩემს თავზე გამოვსდიდი და ჩემს მეგობრებზე და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე მანამდე მეც მქონდა ხოლმე მუდმივად ის რომ აი იქნებ ცოტა ნაკლები რო ილაპარაკო ხო არ ჯობდეს იქნებ შელამაზება ხო არ შველოდეს თქვა საქმეს ვარ დასწრებული მე თვითონ რაღაცა ფსიქოლოგთან ფსიქიატრთან ექიმებთან ამყოფი ვარ სადაც საკუთარ პრობლემაზეც კი შელამაზებით მისაუბრია რა თქვენ რო იცოდეთ მოკლედ რა ალბათ ერთი 15 წლის წინ ჯერ კიდე საქართველოში იყვნენ ექიმები, აი პირველ კონსულტაციაზე ადამიანების გამსმენია, მეც გადამხდენია
სტიგმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანდახან გიწევდა ხოლმე, რომ დაგემალა, რომ თქვათ რაღაცა დანიშნულებისამე არ იღებ რაღაც წამალს მაგალითად რა. შეიძლება ექიმის ან ექთნის სრულიად უადგილო რეპლიკის მსხვერპლი გამხდარიყავი. და გიწევდა რომ დაგემალა რა, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ხო ეგეთი საზოგადოებიდან მოვდივართ რაღაც პოსტ კომუნისტური პოსტსაბჭოთა საზოგადოებიდან, სადაც ნარკომანი და ალკოჰოლიკი იყო საშინელი ადამიანი რა. ხო და ისევ და გაბედეს რომ დაუბრუნდეთ რა. სანამ არ დავინახე რომ ადამიანებმა როდესაც გაბედეს ამ პრობლემაზე ღიად საუბარი მხოლოდ მაშინ გაიმარჯვეს, აი მანდ მივხვდი რომ ამის გასაღები არის გამბედაობაში და მე როგორც რავი გადაჭარბებულად ალბათ ამ ნათქვამს არ ჩამოვიდრდი, მაგრამ რადგან მომიწია საჯარო ცხოვრება, ვიფიქრე რომ ჩემი კონტრიბუცია ამ პრობლემის იმაში რა ქვია გალაითებაში თუ შემსუბუქებაში თუ ამ პრობლემის წინააღმდეგ გალაშქრებაში იქნებოდა ეგ საჯაროობა რა და ჩემი წილი აი საჯაროობა გადაუწყვიტე რომ პოდკასტების სერიით შემეტანა რა მოკლედ. ესე დაიბადა გაბედე. ხო, იმიტომ რომ გაბედე რეალურად ეგ სიტყვა პირველად როცა მითხრეს რომ გამოჯამრთელება სჭირდებაო გამბედაობაო რა. და იცი როგორ ის არის მოხმარებაში ადამიანს, აი აქტიურ მოხმარების ფაზაში გონია რომ მთებს გადადგამს, აი დოზიდან დოზამდე ან მოხმარების მერე, აი გონია რომ ყველაფერს აკონტროლებ რა. და როდესაც ცუდად ხარ, მაშინ ინგრევა სამყარო შენს გარშემო რა და ძალიან რთულია გამბედაობაზე ლაპარაკი. დამოკიდებული ადამიანი სულ დებს გამოჯამრთელებას, რომ აი ახლა ძალიან ცუდად არის, ძალიან უნდა რომ გამოჯამრთელდეს და კარგად გახდეს, მაგრამ არ ყოფნის ძალა და გამბედაობა. და სუსტავიდან პირველად როცა მითხრეს, მოკლედ ვერ ხვდებოდი ეს გამბედაობა რა იყო რა, მეგონა რომ რაღაც ფიზიკური ძალა იყო საჭირო, მეგონა რომ აი ძალიან ძლიერ ადამიანებს აქვთ გამბედაობა და გამბედაობა აღმოჩნდა ძალიან მარტივი ფორმულა რა. იცი როგორ რა არის? უნდა თქვა რომ დახმარება გჭირდება. აღიარო. ეგ არის გამბედაობა. ან ის კი არა რომ რამეს ებრძოლო და გაუძლო ტკივილს და გადარჩე და ანუ საერთოდ შენგან ამ პროგრამას, გამოჯამრთელების პროგრამა არ მოითხოვს ეგეთ გამბედაობას. გამბედაობა არის რომ თქვა რომ მე მჭირდება დახმარება. კიდე ერთი ხა რო ვაცხადებდი აქ შენს რეგალიას, ცოტა შევყვაყმანდი ამ მსახიობზე, იმიტომ რომ მე ვყვაყმანდები ხარ. არა, პროფესიონალი მსახიობი. მაგრამ თქვენ ხა ესე გიცნობთ როგორც მსახიობს, მაგრამ მაგიტო არა, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენი პოდკასტი რო დაიწყო სულ პირველ ეპიზოდში, შენ თავის წარდგენა გააკეთე ესე რომ აქო არ დააწეროთო, სწორად მახსოვს, მსახიობი არ დააწეროთო, მეო ძალიან ვამაყობო იმით, რაც ახლა არის ჩემი რეგალიაო, რომ მე ვარო, როგორც ქვია ხა ზუსტად აღარ გამოჯამრთელებადი, ანუ გამოჯამრთელებაში მყოფი ალბათ, ხო? ხო და ანუ გამოჯამრთელებაში მანდ ვამბობ ხოლმე რაღაცას, რომ რაღაც ყოფილი მომხმარებელიო, ეგ მითიც ხო არის, რომ არ არსებობს. მე ვამბობ, რომ ყოფილი მომხმარებელი არსებობს, ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს. ანუ დამოკიდებულება მუდმივია რა, როგორც შენი ხასიათის დეფექტი წარმოიდგინე რა, ანუ რაღაც ქრონიკული, რომელიც სულ არის, მაგრამ ძალიან მართვადია და მაგრამ ის რომ ყოფილი მომხმარებელი არის, ეგ ძალიან ნამდვილად მითიან. წარსულში თუ რაღაცას მოიხმარ და აღარ მოიხმარ, ნიშნავს რომ წარსულში დატოვე. და ის რაც შენი ბიოლოგიურად შენია და დამოკიდებულება ვიცით რომ აი ნეირობიოლოგიურად ჩანს რა ის MRI რო გადაიღო ტვინზე დამოკიდებული ადამიანის ტვინის ხვანაერია, მოხმარების ფაზაში კიდე განსაკუთრებული ხვანაერი, ნორმატიული ხვანაერი. შესაბამისად ის არის რა ქვია, დამოკიდებულება არც არ წავა. მაგიტომ არის ძალიან საშიში ჩავარდნის პრევენცია ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი დამოკიდებული ადამიანი ისევ მოიხმარს ერთ ჭიქა, პირობითად ვამბობ ხა.
დიდ ხნიანი თავშეკავების თუ არ მოხმარების მერე ტვინში ისევ გასაცხლებიან ის რეცეპტორები, რომლებიც საბოლოო ჯამში მერე ამ ადამიანს ისევ მიიყვანენ ღრმა მომხმარებამდე. ხო და სანამ არ მოიხმარ მოკლედ არ ყოფილი მომხმარება. ანუ იმის გამო რისკი შებრუნების უარსებობს და ესე ვთქვათ, აი ეს ნეიროფსიქოლოგიური ასპექტი მოყვება მუდმივად, ამიტომაც ვამბობთ, რომ დამოკიდებულების, ესე ვთქვათ, დაძლევა შეუძლებელია ბოლომდე მართვადია. კი, არ არსებობს წამალი, რომ რაღაც დალიო ამ გაგიკეთონ და ხო, აი ადრე ვსვამდი და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი ან მოვიხმარდი ან რაღაც გემბლინგის შემთხვევაშიც, თამაშის შემთხვევაშიც და ეხლა რაღაცა დაულიე ან რეაბილიტაციაში წავედი და გამოვჯამთელდი საბოლოოდ. ანუ მოხმარების შეწყვეტა შესაძლებელია, სრულფასოვანი, ჯანმრთელი, ბედნიერი, მშვიდი ცხოვრებაში ყოფნაც შესაძლებელია, მაგრამ არჩევანის ამბავია მე. შენ შეგიძლია რომ მიიღო რაღაც და ბიოლოგიურად შენში გააცოცხლო ძველი დამოკიდებული მომხმარებლის ბიოლოგიურად გააცოცხლო და ისევ დაუბრუნდი ამ მოხმარებას. აი ჩვენ ჯანდაცვის ენით რო საუბრობთ ხოლმე, ცხადია ყველაზე კარგ გამოსავალია წინასწარ გამოსავალად ყოველთვის პრევენციას მოვიაზრებთ ხოლმე, ხო? აი და ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება იმას, თუ რა ფაქტორები გავიგე ერთი რომ ადამიანი შეიძლება რაღაცა მიდრეკილი იყოს იმისკენ რომ ადვილად განუვითარდეს დამოკიდებულება, მაგრამ ამის გარდა გარემოში აი საქართველოზე მინდა რომ დავკონკრეტდე და შეგვიძლია სხვადასხვა პერიოდი ავიღოთ რა ეს ხო იცვლებოდა გარემო რაც უბიძგებდა ადამიანს იქითკენ რომ გამხდარიყო დამოკიდებული, ხო? აი მაგალითად 30-40 წლის წინ თუ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, აი რა უბიძგებდა ადამიანს რომ დაეწყო მოხმარება და ეს მოხმარება გადასულიყო ნელ-ნელა დამოკიდებულებაზე და აი ეს გარემო როგორ შეიცვალა, იმიტომ რომ დამოკიდებულების მაჩვენებლები არ მცირდება, მაგრამ პროფილი დამოკიდებული ადამიანის იცვლება, ხო? ანუ როგორიც იყო 30-40 წლის წინ, დღეს სხვანაირი გახდა, ხო? ეს აი როგორ ძალიან ცუდი არის ამის გასაშუალოება, ან საშუალო სტატისტიკური რაღაცა დამოკიდებული ადამიანის ზოგადი პროფილი. აი რა არის თავარი ფაქტორები, რასაც ადამიანი მიყავს ერთის მხრივ ჯერ მოხმარებამდე და მერე დამოკიდებულებამდე. ძნელია განზოგადებით საუბარი, ყველა ისტორია ინდივიდუალური. რა არის, რაც აერთიანებს ხოლმე რა. ანუ დამოკიდებულება მე ხარ ვარ ექიმი ცხადია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და მუდმივად ვეცნობის სიახლეებს, არც რამე ღრმა ანთროპოლოგიური რაღაცა კვლევა მიჭირავს ხელში, რომ ეგრე საქართველოს მაგალითზე შევძლოთ, რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს ასე არის მულტიფაქტორული, ანუ არ არის ერთი რაღაც, რომ აი ამის გამო მოიხმარს ადამიანი და მერე უეჭველი ხდება დამოკიდებული. ანუ რაღაც მიზეზების ერთობლიობამ უნდა მოიყაროს ერთ ადამიანში თავი, რომ განვითარდეს დამოკიდებულება. პოსტ სტრესი და სტრესი რო არის ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამის მაგალითი არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების 70-იან წლების ვიეტნამის ომის შემდგომ. რა მოხდა? რომ ომიდან დაბრუნებული ადამიანებმა, ანუ ესე იგი, ჰეროინის მოხმარება და 80% რაღაც იმხელა ის იყო, რა ქვია, ზრდა იყო მოხმარებაში, რომ ომიდან დაბრუნებული ადამიანები, რომლებმაც ზოგმა იქ ამბობდნენ, რომ რაღაც ნარკოტიკი რიგდებოდა, ვითომ იმაში ქვია, ბრძოლების დროს, ზოგი იღებდა, ზოგი არ იღებდა, მაგრამ პოსტსტრესული მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ადამიანს რა უნდა ექნათ? აი, როცა პროგრამები არ არის რეაბილიტაციის, ამიტომ ადამიანებს უწევთ, რომ მოძებნონ გადარჩენის რაღაც გზები, რომ ტვინ სიგი გადარჩეს. ჩვენ შემთხვევაში რა იყო, რომ მერე იყო ჩვენთანაც ომი და რაღაც 90-იან წლების საშინელი მდგომარეობა და სტრეს ჩვენ ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ სტრესში კი არ იცხოვროს პირიქით, ყველაფერს აკეთებს ქვეცნობიერად, რომ
ანტისტრესულ გარემოში იყოს. და ჩვენ სამწუხაროდ ძალიან სტრესულ გარემოში გვიწევს სულყოფნა რა. არ გვაკლდება გვემოს. ხო. მერე იყო ჩვენთანაც ომები, ანუ ეს მუდმივი სტრესი, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამას ხელს უწყობდა ის, რომ მართლა რუსეთიდან და დღემდე არის ეგ, რომ ანუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ესე იგი რაღაც ნარკოტრაფიკის გზა იცოდეთ რომ შემოდის რუსეთიდან ყველაზე საშინელი ნარკოტიკი რა და აფხაზეთის ომის დროსაც ეგრე იყო და სანამ ერგნეთის ბაზრობა არსებობდა რა ვიცი ცხინვალში გადადიოდნენ და გადმოქოდათ ნარკოტიკი შესაბამისად რუსეთი მუდმივად იყო აი რაღაცა ამ ტრაფიკის უმთავრესი ქვეყანა სხვადასხვა აქვე მინდა ვთქვა რომ აფხაზები გადმოდიან რომლებიც საქართველოში ეთნიკურად აფხაზები იღებენ უფასო დეტოქსის პროგრამას რომელსაც ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და გადმოდიან იმიტომ რომ რუსეთში არ არის არც აფხაზეთში და ისეთი ნარკოტიკი შედის რომ მე ველაპარაკე რამდენიმე მათგანს და ისინი ფიქრობენ რომ რუსეთი აი ამ საშინელი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ნარკოტიკით და რამდენიმე მშობელსაც მათ შორის აქ ქართულ კლინიკებში ეთნიკურ გენოციდს აწყობენ აფხაზების მიმართ. აი თვითონ აფხაზები ამბობენ რომ რუსეთი გვიწყობსო, აი ეგეთ გენოციდსო რომ კლავსო რა აი შეყრილი ამ ნარკოტიკით. ხო და რავი ჩვენც ეგრე არ ვიყავით? ეგ ერთი. კიდე რა არის? პროფილი იცვლება გეთანხმებით, ისევე როგორც ნარკოსცენა იცვლება და ნივთიერებები იცვლება, ადამიანების იცვლებიან ცხადია, ხო? დამოკიდებულების არსი არ იცვლება, მაგრამ გამოხატულებები იცვლება. შემდეგი არის აი რაღაც სიცარილის განცდა რა. რომ მუდმივად გინდა რომ რაღაც შეივსო. აი ეს დანაკლისი და ეს დანაკლისი სხვადასხვა რაღაციდან მოდის. ერთი რომ შეიძლება არ იყო აღიარებული, მეორე ხო? ან ნახე დაამთავრე 3 უნივერსიტეტი. და ვერ მუშაობ. იმხელა გეფი გაქვს რა ეს დანაკლისი რო აი რაღაცა გავაკეთე და ეხა ამის აღიარება არ მაქვს ხო? სადღაც ფული დაგაყდა, ოჯახები, ანუ მაგიტომ არის მილიონი ფაქტორია, მაგრამ უმთავრესი არის სტრესი და ეს სიცარიელის შეგრძნება, რომელიც გინდა რომ ხელოვნურად შეივსო. იმიტომ რომ ბუნებრივად შევსების საშუალება არის. ბუნებრივად შევსების საშუალება მაგალითად არის სპორტული აქტივობა. წარმოვიდგინოთ, არსებობენ ქვეყნები, სადაც სიდუხჭირე, ანუ ეკონომიკური განვითარება არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ იქ მოხმარების რეიტი არის ძალიან მაღალი. არის რაღაც ფაქტორები მათ შორის, რომ მზე, ზღვა და ასე შემდეგ, ჯანსაღი ცხოვრება, კვება, შვედეთის მაგალითს ეხა უნდა თქვა, როგორც კარგი მაგალითი, თუმცა შვედეთი დავიმახსოვროთ, რომ ერთ-ერთი ცუდი მაგალითიც არის ნარკოპოლიტიკის მხრივ. შვედეთში აბსოლუტურად ყველა სპორტული აქტივობა არის მაგალითად უფასო. შენ შვილი თუ გინდა ფეხბურთზე ატარე, თუ გინდა ჰოკეიზე ატარე და თუ გინდა ჩოგბურთზე, რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა იდეაში, ხო? იქ არის აბსოლუტურად უფასო. ეს ხელს უწყობს ადამიანებს და სალამურზე. ანუ არ არსებობს რაღაც წრე, რაშიც შვედეთში ოჯახები იხდიან ფულს, მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ძალიან დიდრები არიან, ხო? ანუ ეს არის სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა, იმიტომ რომ აქ ჩადებული ამ ინვესტიცია სხეულის სიჯანსაღეში ან რაღაც კრეატიულ აქტივობაში აუცილებლად გაძლევს აი ამ სიცარიელეს გიუსებს რა, ანუ ეხა ისე ვამბობ, მაგრამ ანუ ადამიანები ბავშვობიდანვე სწავლობენ ჯანსაღი გზებით, როგორ შეივსონ კრეატიული artwork-ით თუ სპორტით თუ ისე და ეგეთ ადამიანებში რა თქმა უნდა არის შანსი რომ სადღაც განვითარდეს დამოკიდებულება, მაგრამ რისკები დაბალი. ხო. იმიტომ რომ ცხოვრების საზრის ფაქტობრივად ცხოვრების საზრისი შეიძლება ბევრ რაღაცაში დაინახო, რაც ჯანსაღია და არ არის მაგიტომ არის ნარკოტიკის მოხმარება, აი
ეს რაღაც სიცარიელე თუ ფანჯარა რა ინფორმაციული ვაკუუმი რომელშიც ჩვენი მშობლების თაობა იმის წინა თაობა ჩვენც ნაწილობრივ იმიტომ რომ რავი 1-10 წელია დავიწყოთ ამაზე ღიად საუბარი ხო იყო რა რომ ნარკოტიკის მოხმარება ან თამაში იყო დაკავშირებული ადამიანის უნართან გამკლავებოდა ამა თუ იმ პრობლემასთან და რაღაც ეტაპზე სიძლიერეს რა აი ეს ფრაზები რომ შენ თუ ძლიერი ხარ შეძლებ რომ იმას დაანებო თავი ხო ჩვენ დროს არ იყო ხო ჩვენ დროს არ შენ თუ ძალიან გიყვარ შენი ოჯახი აი ამის ხათრით უნდა გააკეთო რაღაც ხათრით ღმერთის ხატის წინდაფიცების შვილის აი ხო და ითვლებოდა რომ თუ ძლიერი ხარ ნუ შეძლებ რა ხო და ეგრე არ არის რა თქმა უნდა ანუ ეს დაავადება არ არის დაფუძნებული ჩემს იმასთან რა ქვია რაღაცა რა ან რამდენად ვაშკაცი ხარ რა კაცობა რაღაც უნდა კონდეს რა ერთი ადგილი რომ შეძლო თუ რაღაცა ხო ხო და არასწორი ვერბალიზაციითაც ეს სტიგმა სუძლიერდებოდა რა და არავინ არ ამბობდა რომ რა ვიცი ბავშვობაში სპორტზე გეულო ვიღაცას არ ღიად როდესმე შეგვეძლო ამაზე საუბარი როგორც დასავლურ ქვეყნებში არის სკოლაში რომ ფსიქოლოგები ყოფილიყვნენ რომელიც სრულად ანონიმურად დაიცავდნენ ამ სივრცეებს რა ბევრი რაღაცა არის მოკლედ გავაგზავნოთ ამას ლაპარაკი. ხო, თან აი ბოდიში ზურა, აი იმაზე რო არის ლაპარაკი, რომ მაგალითად აი საბჭოთა დროს სად იყო მოხმარება და არ იყო და აი რა ხო ვერ ვიყავით კარგად რაღაცა. რა ვიცი რა, მაშინ უბრალოდ იმდენად ჩაკეტილი სისტემა იყო ჯერ ერთ-ერთი ისე ადვილად ვერ წერდება, შიში იყო სრულად გაბატონებული, მაგრამ რაც იყო ხელმისაწვდომი, რა ვიცი, ალკოჰოლს რაც შეეხება, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მაჩვენებელი საქართველოში რა ძალიან მაღალი იყო ყოველთვის. ანუ რაც ხელმისაწვდომი იყო იმაზე და უბრალოდ ეს აღიქმება მოსულ დამოკიდებულება. და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოსულია რაღაც ხარი მეტად რა. ჯერ ერთი. მეორეც ერთი რომ სახელმწიფო სადაც ატომური ელექტროსადგური ფეთქდებოდა და შეეძლო რომ საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის დაემალა შედეგები ისევ ამბობ რა პირობითად და ჩაკეტილი სისტემა რომელიც არ აღრიცხავდა არაფერს და მისთვის რაღაცა 40 დღიანი გამოსაფხიზლებელი ფსიქიატრიული საერთოდ აღიქვამდა როგორც იმას რა ქვია კრიმინალს და დღემდე ეგრე არის რა ანუ რა ვიცი ვინ იცის რომ რა ვინმე აწარმოებდა ამ სტატისტიკას რა ვიცით ხო ეგ ერთი მეორე რომ ალკოჰოლი ნორმალიზირებული იყო მარიხუანა ძალიან ნორმი იყო რა ეხა სადღაც ქართველები სოფელში რო ეწეოდნენ ანუ ეგ იყო რა ბალახი სულ იყო რომელსაც ეწეოდნენ ალკოჰოლიც იყო 70-იან და 80-იან წლებში უკვე მძიმე ნარკოტიკებით შემოვიდა მათ შორის აი შუა აზიის ტრასას ეძახიან ყაზახეთიდან და განსაკუთრებით იმის რა ქვია საბჭოთა კავშირის მიერ იმაში რა ქვია შეჭრა იმის ომი ავღანეთის ომის მერე ხო ეს გზა ძალიან გაიჭრა მაგრამ მანდაც არის საინტერესო რაღაც რომ დამოკიდებული მოხმარება როგორც არის მიზეზი მულტიფაქტორული თქო რო ვთქვით ასევე აქვს მას მოხმარებას კულტურული ფაქტორი რა ანუ კულტურულ სოციალური ფაქტორი ერთ ქვეყანაში რაც ნებადართულია და ოკეია ამავე სამყაროში ამავე დედამიწაზე რამდენიმე 1000 კილომეტრის მიღმა შეიძლება იყოს სიკვდილის დასჯა ხო და ეგ ხო რაღაც ნონსენსია რა რომ ანუ ხო და რაზე არის ეგ დამოკიდებული ხო საინტერესო რომ აი საქართველოში მთელ სოფლიოში რატო გახდა ალკოჰოლი ეგრე კარგად შეფუთული ძალიან ბევრი ადამიანი მე ალბათ ვერ იტანს ხოლმე მე რომ ამაზე ვლაპარაკობ ნებისმიერ ექიმს და კვლევები აჩვენებს რომ არ არსებობს ალკოჰოლის არასაზიანო ან სასარგებლო ან უსაფრთხო დოზა. ანუ
ნებისმიერი აი 50 მილილიტრი ღვინოსაც კი ჩვენი ორგანიზმი ტოქსინად აღიქონს, ანუ არ არის შექმნილი ეს სხეული, რომ გარედან მივიღოთ ის ნივთიერებები, რომელიც ღვინოში, არახში ან სხვა ალკოჰოლს ასმელშია. ჩვენს ორგანიზმში ჩვენი ორგანიზმი ალკოჰოლსაც კი გამოიმუშავებს. ისევე როგორც ენდოგენურ მორფინებს, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, ტკივილი ეგრე ყუჩდება. ხო და რა ვიცი ხა, ისტორია მასე გადაწყვიტა და ღმერთებმა, რომ ალკოჰოლი მოდი ოკეი იყოსო და სხვა ისინიო საშინელებაო. და ეგრე დაალაგდა სამწუხაროდ და მაგან მოიტანა ის, რომ ესე იგი ალკოჰოლის მოხმარება აღიქმება რაღაც მაინც ახლობელი ქვეყნები გაჩნდა, როგორც ჩვენ მაგალითად აკვანი დაარქვეს, ხო? და ნარკოტიკის ნებისმიერი სხვა ნივთიერება ძალიან კრიმინალიზირებული და წავალთ მე იქით სადღაც სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში, სადაც ვნახავთ, რომ იქ შეიძლება იგივე ნივთიერება იყოს ძალიან ჩვეულებრივი, რომელიც მათთვის ხეზე იზრდება, იყენებენ მედიცინაში, ხო? ამიტომ ვერ გაიგებ რა. გაჩვენი პერსპექტივიდან მე ეგრე უყურებ, რომ სადღაც როგორც მე უყურებ როგორც ბიზნეს, ანუ სამყარომ გადაწყვიტა, რომ ალკოჰოლი ძალიან კარგი ფული აკეთოს, როგორც თამბაქოთი და როგორც მე მარკეტინგმა ეს სიგარეტი შეფუთა ძალიან ბევრ კულტურულ და სოციალურ რაღაცა იმიჯში შეიტანა და თქვა, რომ ძალიან მასკულინური ტიპი უნდა იჯდეს და ეწეოდეს, იქ ცოტა რაღაცა კონიაკის უნდა ედგას, ხო, რეკლამები და ასე შემდეგ და ნიკოტინი საშინელი, ანუ უდიდესი ეხ გავაკეთეთ ჩვენ ზუსტად მაგაზე, რომ ნარკოტიკია რა. ნარკოტიკია რა თქმა უნდა. საშინელება. ხო და აი კითხვა კარგი დასასმელია, ისე დავსვათ და არ ვიცი თუ ბოლოში გავსვენ პასუხს, არ ვიცი, რომ ანუ თუ ალკოჰოლის მოხმარება რავი ოკეია და სხეულს ეს ადამიანი ამ მიღებით ზიანს აყენებს, ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი დღემდე სახელმწიფოსთვის კრიმინალად რატომ ითვლება? ანუ რატომ არ ვეხმარებით? და მეორე კითხვა, საინტერესო. თუ ნარკოტიკის რაღაცა მომხმარებელი შეიძლება კრიმინალად ან პაციენტად განვიხილოთ, რომელსაც დეტოქსი ჭირდება, აი ალკოჰოლის მომხმარებლის მიმართ ეგ დამოკიდებულება არ არის რა. კი. გამით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალკოჰოლი და სიგარეტი ერთად გაცილებით უფრო მეტ ადამიანს კლავს, აი პირდაპირ, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ნარკოტიკი ერთად. კი. ხო და ეხლა მე ძალიან იმას შევახე, მესმის ახლა რომ ქართულ იდენტობაში რაღაც ალკოჰოლზე ცუდის მაგრამ იცი როგორ რაღაცა არის? აი რავი ბავშვობაში რომ ბიჭებს ასინჯებენ ხოლმე ამ რაღაც ღვინოს და გოგოებსაც. ხო და სვამენ და სადღაც აი სულ უნდა წარმოვიდგინოთ რომ აი ამ ბავშვის ტვინი რომელიც თოთო არის აი სუფთა ხო აი არანაირი გარედან მიღებული ტოქსინი არის რომ წარმოვიდგენ ხოლმე ძალით ვიღაცა შეყავს იმიტომ რომ ეგეთი სოციალური კონტექსტით ნორმალიზებულია ეს პასუხისგებლობას მათზეა რომ მე მომავალში ეს ადამიანი თუ გამოულინდება დამოკიდებულება შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი ეგ იყოს, რომ აი ბავშვობაში ეგრე გაასინჯეს. მეც დამამატებ ახლა ამ საკითხს, აი ხარ რაზეც საუბრობდი, რომ 5-6 დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჟურნალი მასში, რა ქვია, Addiction-ში გამოაქვეყნა მიმოხილვა იმ სამეცნიერო პუბლიკაციების, რომელიც ალკოჰოლთან დაკავშირებით არსებობდა და აი 4 მნიშვნელოვანი ფაქტი ესე ჩვენ ჯანმრთელობის დღიურების გვერდზეც დავდეთ და ახლა რა წერია იქ ის რაც ჩვენ თქვი, ანუ უსაფრთხო დოზა არ არსებობს და დადასტურებულია რომ ალკოჰოლი პირდაპირ იწვევს 62 სხვადასხვა დაავადებას. ნუ აქამდე ვიცოდით რომ იყო 48, ახლა გაიზარდა 62-მდე. და ნუ ის რისკები ახლა მათ შორის კიბოს რისკები, რომელიც ახლავს ალკოჰოლის მოხმარებას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა სახეობის კიბოზე. და მე ეს ბებია ჩემის საფირმო ფრაზა იყო ხოლმე რომ ნადია ეს აქვეა ერთი ჭიქა ღვინო წამალია, ხო, ყოველ დღე ესე სვამდა და აი ეს იცავს თუ არა გულს, ხო, ამაზე ამ მიმართულებით ცალკე მუშაობდნენ და ხო, რა თქმა უნდა, ეს არ იცავს, ანუ ყველანაირი რისკი აღემატება იმ პოტენციურ სარგებელს, რაც შეიძლება ჰიპოთეტურად ამას ჰქონდეს. და
კარგი სიახლეებით რო ვთქვა, ეხლა კარგი სიახლე ამ შემთხვევაში იყო ის, რომ დანებებისთანავე იწყებს რეაბილიტაციას შენი ორგანიზმი და ეს ჯანმრთელობის რისკები იმ წუთიდან იწყებს მერე უკვე კვლევას. მაგრამ ეხლა რატომ მოვიყვანე ეს? აი ეს ნიუსი რა დავდეთ. იგი აქ ვამბობთ რომ შეხვდათ ამდენი 5 კომენტარია თუ რაღაცა დარჩენილი, დანარჩენი ყველაფერი არის დაშლილი. ამას ლანძღვა აღარ ქვია. რა სიტყვებით კიდე კაი არიციან იმ ხალხმა ხაიმცენ რომ მე და შენ ვიყავით თორე არ ვიცი შეიძლება სადმე დაგვხედროდნენ. იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ საკუთარი მოხმარების გამართლება. ამ სიმართლის თვალების შეხედვა არავის უნდა. და მესმის მაგ ადამიანების რა, ანუ მათ უნდა დაიცვან მათი ყოველდღიური ან კვირაში 3 ბჭყალებში ნორმალიზირებული ალკოჰოლის მიღება, იმიტომ რომ მაშინ სიმართლის თვალი უნდა გაუსწორონ. სიმართლის თვალის გასწორება არის მთელი მანამდე რითაც გიცხოვრია იმის დანგრევა. და ეხა 40+ ადამიანების ეგ ძალიან რთულია ის რა თქვი ეგრენჯი ასაკის არ ვიცი. მაგრამ ხო რა იმ პროცესები კარგად არის ჩამოყალიბებული და მაგით 25-ზე ყველაფერი ძნელია. რომ რა ვინ არ არსებობს სარწმუნო არა ღვინის ალკოჰოლური კომპანიების მიერ შეკვეთილი თავისივე ძალიან ლამაზ სააგენტოებისთვის და კომპანიებისთვის კვლევები. რომ ან რამე რეცეპტორს შვება, ან თევზს სხვა გემოსაზლევს, ან ხორცს, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ამ ძალიან ღია კაპიტალისტურ ბაზარში ყველაფერი მოგონილია რა და ესე შეითხზა ეს რაღაცა მითები და ამ მითებში გვიწევს ცხოვრება რა, რომ აი ერთ ჭიქა ღვინო არის სოციალიზაცია, ისა. რომელიც შევა ძალიან ძვირი უჯდებოდათ მე ადამიანებს, რა პირდაპირ გაგებით. ასევე აქ კიდე ერთ საკითხი არ უნდა გვავიწყდეს, ეხლა რომ საუბრობდი რომ ეს გამბედაობაზე და აი ვაჟკაცი უნდა იყო და რაღაცეები, ხო მაგ დროს კიდე ქალებს ასვეოდნენ. აი ეხლა ეგ უნდა მეთქვა რა და მადლობა მაგისთვის რა. აი ვინმეს თუ მანამდე ჩვენი ლაპარაკისგან რომ აი ვინც ესე რა ლაითად მსმელი ხალხი რო არის რა, რომ აუ ეხა ესენი რეებს ლაპარაკობენ და ალკოჰოლი და ერთჭი ღვინო და მე პრობლემა არ მაქვს. ანუ რომ იცოდეთ ჩვენ რას ვუყურებთ დღიდან დღემდე ან ყოველკვირეულად რა, ახალგაზრდა გოგოები, ბიჭები, მათი მშობლები, ჩვენს რა გულისხმობ გამოსავალში მოსული ადამიანები რა. ცხადია სრული ანონიმურობის დაცვით ესე იგი 17 წლიდან 91 წლამდე არის ბენეფიციარები, რომელსაც ალკოჰოლთან პრობლემა აქვს. წარმოვიდგინეთ 91 წლის ბებია, რომელიც ყოველ დღეს სვამს, ხო? და მისი ოჯახი შეწუხებულია, იმიტომ კი არა რომ ბებია თრება და ლეწავს მე და საფს. უბრალოდ ხვდებია რომ რაღაც არაჯანსაღი ქცევა. და ეს მე ვთქვი ახლა ამხელა არის 17-დან 90 წლამდე დიაპაზონი ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანების და მათგან უმრავლესობა ქალია. და ეს არის ინდიკატორი ამ საზოგადოებაში, რომ აი ქალი ნარკოტიკის მომხმარებელი საშინელება, მაგრამ აი ხა ერთ ჭიქას უდალევს და ოკეია. საბოლოო ჯამში იქამდე მიდიან ქალები დამოკიდებულების ხო, ანუ მე ქალს კიდე დამატებით სოციალური წნეხი აქვს, რომ ის უნდა იყოს დედა, ის არის ბებია და გამოჯამრთელებამდე მოსვლა ძალიან უჭირთ. და აი ეს ყველაფერი არის ზუსტად მაგ არაუშავს ეს ჭიქა დალიეს ბჭყალებში ვამბობ, მაგ მიდგომის შედეგი. ამიტომ ყოველ ჯერზე როცა ვეცდებით რომ ჩვენი ადამიანები საკუთარი ქმედების ერთი ჭიქა ოკეიას გამართლებას დაიწყებენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ გამართლების მიღმა ვიღაცის ცხოვრება ინგრევა რა. კი. და თან ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობიერად შეიძლება ადამიანი აღიქვამდეს იმას, რომ ამაში ეს არც უნდა რცხვენოდეს, არც უნდა ეშინოდეს, აღიარებაც მოსულა, მაგრამ მაინც ეს სოციალური წნეხი იმდენად მოქმედებს, რომ მაინც არ შვება ამას, ანუ რაღაც აი გაცნობიერებულად ერთის გჯერა, მაგრამ შენი ცხოვრებისეული ქცევა და პრაქტიკა მაინც სხვანაირია ამ სოციალური თვალის გამო, რომელიც შენ მუდმივად გაკონტროლებს და ეგ ძალიან კაი მაგალითია ქალების ალკოჰოლის მოხმარების. მინდა დაუბრუნდე აი პრევენციის ნაწილს, ხო? აი ძირითადად რა ჩვენთანაც ისევე როგორც ყველგან მოხმარება იწყება ძალიან ადრეულ ასაკში რა. როგორც წესი, თინეიჯერობის პერიოდში იწყება მოხმარება.
და აი საქართველოს პირობებში ანუ ხა მე ხა იმედი არ მაქვს და ეგ დღეს ჩვენთან არ არის და არც кайხანი ალბათ არ იქნება რომ რაღაცა საშუალო განათლების დონეზე ან რაღაცა ინსტიტუციურად დაალაგებული იყოს ცნობიერების გაზრდა ნივთიერებების მიმართ რომ რაღაც სკოლაში უხსნიდნენ რაღაცა ნარკოსცენა როგორ გამოიყურება და რისი უნდა ეშინოდეთ და რომელი ნივთიერება რაზე გავლენას ახდენს და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს მოხმარების შემთხვევაში ანუ საითკენ მიმყავს რომ ოჯახში რაც ხდება ანუ ბავშვობის პერიოდში ძალიან დიდი გავლენა აქვს იმას ადამიანის შემდეგ დაიწყებს თუ არა მოხმარებას და რომ მოიხმარს შემდეგ დამოკიდებული გახდება თუ არა და ეს როგორც წესი ეს პირველი მოხმარება ძალიან ბანალური მიზეზით ხდება ხოლმე რა აგია უბრალოდ ინტერესი ან სხვა მაც გასინჯა მეც მაინტერესებს აკრძალული ხილი ზეწოლა მეგობრებისგან ან просто უკეთ გავერთო და გეუბნებიან რომ ამითი უფრო მაგრა გაერთობი ასევე ერთი არის ეს ბანალური მიზეზები მეორე შერაზეც ილაპარაკე რომ უბრალოდ არაფერი არ ხდება ქვეყანაში და ხელმოსაჭიდი არაფერი არ გაქვს და ნუ რაღაცა უნდა აკეთო და ესიც არის შეგვისვა თითქოს შობლებს განსტა აქვს რომ მე აი ჩემ შულს ვაკონტროლებ პირველ რიგში კარგად ვზრდი ველბერ და ავტორიტეტი არის და მართლა არის მშობელი ავტორიტეტი რაღაც პერიოდამდე ბავშვისთვის და უცებ აი სკოლაში რაღაც გარდატეხის ასაკში ეს ავტორიტეტი მშობლიდან ან თანატოლზე ინაცვლებს ან რაღაც 2 წლით უფროს კლასელზე ან ასე შემდეგ რომლის სიტყვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი მშობლის მაგალითად ხო ამიტომ აი ჩემი კითხვა შეეხება იმას აი ოჯახში რა აი მე ხა რაღაც აკადემიურ პასუხს არ გქთხოვ აი შენი აზრით ხო აი რა შეცდომები ან როგორი საკომუნიკაციო ენა უნდა გამოიყენოს მშობელმა ბავშვთან რომ რისკები იმისა რომ ბავშვმა მოხმარება დაიწყოს და შემდეგ ეს მოხმარება დამოკიდებულებაში ისე გადავიდეს რომ თვითონ ვერც კი მიხვდეს აი ეს შეამციროს რა აი ეს კომუნიკაციის გზა რა უნდა იყოს და დაზღვევის მექანიზმი შენი აზრით ანუ მანდ არის ერთადერთი პასუხი ერთი მნიშვნელოვანი რომ ღია საუბარი ანუ ჩვენ შვილების ცხოვრებაზე 100% კონტროლი არ არსებობს ვერ გვექნება ანუ მათ შეიძლება პირველი მოხმარება ჩვენი კონტროლის მიღმა იყოს და რაც არ უნდა გავაკეთოთ ეს მაინც მოხდეს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ პასუხისგებლობა ავიღოთ ამის შემდეგ რა ხდება ანუ ის რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს კი ყველა მათ შორის სხეული სექსუალური ბევრი მიმართულება ეს ინტერესები ღვივდება ხო და რაც ნამდვილად ვიცით აი კვლევები დადასტურებულად აი evidence based რასაც ქვია არის ის რომ აკრძალვა არ მუშაობს ანუ ეს არ გააკეთო ან თუ გააკეთებ დაღსჯი მაგალითად მოწევა არ შეიძლება ან უთხარი არა ნარკოტიკებს და სკოლაში გამოკრული პოსტერი პირველი რასაც ბავშვი ეტყვის კი ის იქნება ნარკოტიკი ატრიგერებს რა ანუ ინტერეს უღვივებ რას ნიშნავს არა იმ ასაკში როცა სამყარო სავსე ახალი აღმოჩენებით მეუბნები რომ აი როგორც ევას და იმის ადამის ამბავი რომ ყველაფერი არის ყველაფერს მოგყვე მაგრამ ერთი რაღაცა არის აი იმას ხელი არ მოკიდო პირველი რასაც ყველა რავი ადამიანი იზავს ინტერესი გაუჩნდება რომ ზუსტად ის გაიგოს რატომ ეუბნებია რომ ის არ შეიძლება და მთელი ეს პერიოდი სახელმწიფოს მიდგომა სამედიცინო სფეროსი იქ რელიგიური ორგანიზაციების იყო რომ არ შეიძლება სოდვა არ შეიძლება კრიმინალი ხარ დაისჯები ღმერთი დაგჯის არ უყვარხარ რა საშინელება და არ ვიცი კიდე რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ მივხვდე რომ ასეთი მიდგომა არამართლებს კი არა პირიქით ანუ წლიდან წლამდე მოხმარების რაოდენობა იზრდება ხო დაფიქრე რა ხდება მაგრამ დაფიქრება სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცის მშობლებს დაუბრუნდეთ და მე გადავიდეთ იმაზე რა ქვია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილზე რომ საუბარი ანუ შენ როცა ინფორმირებული ხარ და ეგ არის რა ინფორმირებული მშობელი არის სიძლიერე რა როცა არ გეშინია რომ შენ შულს დაუждე და რაღაც აუხსნა იმიტომ რომ შენ რაღაცა იცი აუ დაგძალვის კი არა და ამ უსაფრთხო ზონას როგორც კი შექმნი მე მოდის სიმშვიდე რა რომ აი რაც არ უნდა მოხდეს ერთად გავუმკლავდებით მე შენს გვერდით ვარ ანუ ბავშვების უმრავლესობა
კი არის იბადება იმისთვის რომ გაწყვიტოს ურთიერთობა და ემოციური კავშირი მშობელთან, ანუ არასწორი მოქმედებებით ეს კავშირი ბუნებრივად წყდება და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა იწყება გაწყვეტა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს კავშირი არ გავაწყვეტინოთ და ამას მარტო როგორ შვება. მე ხა ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში, პირველად რა ერთი შვილი მიყავს სულ და პირველად მოხდა ხო. მაგრამ ისი როგორ ის მაგ, რომ აი ამ მაღალი პერსპექტივიდან რომ მშობელი არის და სიმაღლიდან ეს ჩამოვედი და მის სიმაღლეზე ვარ. ხო, ამას გადადანეთი მნიშვნელობითაც ვამბობ და თან პირდაპირ მნიშვნელობით რა. რომ ველაპარაკები, თუ დგევარ ვცდილობ რომ დაუჯდე და აი მართლა გავუსწორო რა. და ეს დასწავლადი უნარია. ანუ მე დავიჯერე რომ მე არ მინდა გავიმეორო ის შეცდომები, რომელიც რაღაცებს მამაჩებს ვერ ველაპარაკებოდი, რაღაცებს ალბათ 99% ვერ ვეუბნებოდი რა. და ზრდასრულ ასაკში პრობლემები გამიჩნდა და დავიწყე ამ პრობლემებზე მუშაობა, ფსიქოლოგთან თერაპიაზე მივხვდი, რომ უმთავრესი გასაღები იყო იქ, რომ სადღაც გამოთქმის საშუალება არ მქონდა. და ჩემ შულზე ვცდილობ, რომ ეხა მან შეძლოს მე ისეთი უსაფრთხო მუშაობა, რომ ყველაფერზე ლაპარაკი მოსულა და რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ რაც არ უნდა ჩაიდინოს, მე არ არსებობს რომ მივატოვო. ანუ პირველ ჩემი რეაქცია, რატომ გააკეთე კი არ არის. ანუ თუ გააკეთე ცუდად ხარ, რითი დაგეხმარ. და ამ პერსპექტივას რო ცვლი, მე ხარ მშვიდად, იმიტომ რომ იცი რომ თუ ადამიანი ცოცხალი ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს. ჩემი შვილი დამოკიდებულია ფრაზა რა და ვაიმე რა საშინელება. ჩემი შვილმა რა ვიცი, არ ვიცი რაღაცა რა, თმა შეიღება თუ ყური გაიხრიდა თუ სხვა რაღაცა ჩაიცვა და ეხლა ცუდად ვარ, იმიტომ რომ ჩემი კონტროლიდან გავიდა. ნიშნავს რომ აი ცირაშვები რომ ამ ადამიანს, რომელიც შენ მოვლინე ამ ქვეყანაზე, ხელს უწყობ რომ ისეთ ღრმა აი ამ რაღაც სპირალში შევიდეს ტრამვების რა, რომ 40 წლის ასაკში აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდეს. ასე კი, ეხა სანდრო რო გისმენ, ხვდები რომ თვითონ საზოგადოება ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებთ ეხლაც, ხო? იმიტომ რომ მარტო ბავშვებს არ ეხება. აი ეხა გამახსენდა თქვენი პოდკასტიდან ის ნიკა კოჩაროვის ერთი ფრაზა ამბობდა რომ აიო თუო ვინმემო იცოდაო რომ მეო დამოკიდებული ვიყავიო მე იმასთან კონტაქტს ყვეტიო და საერთოდ ტელეფონზეც აღარ პასუხობდიო და ანუ რა გამოდის ესე იგი რომ იმდენად არა აქვს იმედი არათუ მხარდაჭერის არამედ პირიქით რაღაცა ნეგატიურის მოლოდინი აქვს მე იმ საზოგადოებისგან რომელმაც იცის რომ ის არის დამოკიდებული მარტო რჩება თვითიზოლაციისკენ მიდის მე ეს ადამიანი ხო ანუ დაახლოებით სურათი ეგეთია ახლა სწორად გავიგე ანუ ეგრეთი იყოს დამხმარე ხელიც აღარ ჩანს შესაბამისად ხო მაგრამ ეხა ამ ლაპარაკით და აი ბოლო წლები არის რომ გამოჯამთელება უფრო ტრენდული გახდა და ადამიანებმა დაინახეს რომ ამას საშიში არაფერი არ არის რა მაგრამ ნიკას ფრაზა ეგ იყო ხო ეგ არის დღემდე და ადამიანები მაგას ცხოვრობენ რა მაგიტომ არის რომ პასუხისგებლობა არის ყველას ანუ აბსოლუტურად ყველას და განსაკუთრებით ადამიანების რომელსაც შეიძლება რომ გავლენა ჰქონდეთ რა იზოლაციაში იმიტომ მიდიხარ რომ გეშინია ხო ანუ არიცი და ამ არცოდნაში და ამ შიში გირჩევნია რომ მარტო იყო, იმიტომ რომ არ გაქვს იმედი. მაგრამ ეხა რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გაბედეს პოდკასტების სერიის მუღამიც ეგ არის, რეაბილიტაცია, გამოსავალში ადამიანები, რომლებიც ყოფილი მოხმარების გამოცდილება აქვს და ეხლა სხვებს ეხმარებიან. ეგ არის რომ ვანახოთ და ბოლო 10 წელი არის აი როგორი სხვაობა არის. იცით რა გითხრათ? სადა დედამიწა რა. ანუ ადამიანებმა და გაბედეს სტუმრებიც ამის დასტურია რომ ადამიანები აღარ ვიღაცები არის იქით მირეკავენ და მეუბნებიან რომ აი მოვალ რა გაბედეში და ვიტყვი და გავბედაო და ეს 10 და 15 წლის წინ შეუძლებელი იყო და ამიტომ ძალიან კარგი შედეგით მივდივართ მაგრამ ამ გზაზე სისტემები გვიშლიან ხელს მაგალითად რაღაც მომენტში უცბად ვიღაცებმა
გაიღვიძეს ერთ დღეს და გადაწყვიტეს, რომ 2012 წლამდე საქართველოში საშინელი ანუ მართლაც დასჯაზე სუპერორიენტირებული სისტემა, რომელიც შუა პერიოდი იყო რაღაც 2015, 16, 17, 18 წელი. რო აი თემი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, როგორც იქნა სასამართლო ხელისუფლება, იმიტომ რომ მაგ პერიოდში გამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად რევოლუციური გადაწყვეტილება 2015 წელს. კრიმინალიზებული რა იყო მაგას. იმის რა ქვია, წიქარიშვილის სასამართლო იმის პარლამენტის წინააღმდეგ ეგ საქმე იყო. სადაც სასამართლომ თქვა, რომ 70 გრამამდე გამოშალი მარიხუანა აღარ ექვემდებარებოდა სიხლის სამართლის დანაშაულს. თუ არ ვცდები, მე იყო შანიძე, რომელიც იყო 17 წელი ეგეც პარლამენტის წინააღმდეგ საერთო სიხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. მე იყო 18 წლის ჯაფარიძე და მეგრელიშვილის საქმე, აი ეს სამი საქმე იყო. და ჩვენ გავხდით რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც თქვა, რომ ეხა ვუტრირებ ცხადია, რომ აი მეო სახელმწიფო რო ვარო და აქამდეო რა ქვია საშინელი ნარკოპოლიტიკა რომ მქონდაო, ციხეები რომ სავსე მქონდაო და ყველას ვიჭერდი ირგულიო მოხმარება, გასაღება, მცირეოდენობა, ბევრი ყველაფერი გადაზელილი იყო. რეგიონში პირველი ქვეყანა მათ შორის წარმოიდგინეთ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაზე უფრო ლოიალური გახდა ჩვენი კანონმდებლობა, ვთქვით რომ მოხმარება აღარ არის კრიმინალი. ამან ძალიან სუსტად მაგ დროს დაიწყო, ეხლა რომ მე 10 წლიან პერიოდზე ვლაპარაკობ, ეგ მაგ პერიოდს ემთხვევა. ანუ ადამიანს როგორც კი ეს სახელმწიფო მედამიჭერს წნეხი მოვაშორეთ, გამოჯამთელებამდე მოსვლა გავუმარტივეთ. ანუ ბარიერი რომ მე ჩუმად უნდა ვიყო, რატო? იმიტომ რომ მე მეშინია რომ არ დამიჭირონ, ან არ დაუკარგო სამსახური, ან არ დამიჭირონ, ან რა ვიცი სასამართლო, აი რაღაცეების შიში როგორც კი გაქრა, დარჩა ადამიანი კი შეშინებული, მაგრამ სხვა ფაქტორისგან კი არა და ვიღაცა მკაცრი ხელისგან. და მარტივად მოვიდა რეაბილიტაციამდე. ანუ მაგიტომ არის პატარა ცვლილებაც როგორ ვთქვა, აი რაღაცა ეკონომიკურ საკითხებში წარმოვიდგინოთ, ბაზრის პატარა ცვლილებაზე, რო ისინი რა ქვია, სტოკები რო მერყეობს ხოლმე, ეგრე არის. რა უნდა, ამ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლეებზე არის ლაპარაკი. პატარა ცვლილება კანონმდებლობაში პირდაპირ კავშირში არის ადამიანის ანჯამთელობასთან, ან სიცოცხლესთან. და თუ ვიღაცები დღეს კვდებიან, დიდი წილი არის, იმიტომ რომ სახელმწიფო დაუბრუნდა ამ ძალიან მკაცრ დასჯაზე ორიენტირებულ კანონმდებლობას. და აი ეს ლუფტი კი რაღაც ფანჯარა, რომელიც იყო რამდენიმე წლიანი და როცა ადამიანებმა ჯერთი ანუ აი ეს როგორ თქვა, დამალულიდან გამოვიდნენ სააშკარაოზე. როცა მეუბნებიან რომ კანონმდებლობის მიხედვით ოკეია რომ თქვა რომ პრობლემა გაქვს რა და ჩანაცვლების თერაპიებში ხალხი მივიდა და რეაბილიტაციაში და დეტოქსში და ასე შემდეგ. მოკლედ ამ პერიოდში მოხდა. ხო და უცბად 2023-24 წლის შემდეგ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ დაუბრუნდეს ძველ მკაცრ არა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზრუნვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და 2025 წელს, აგერ 1 წლის წინ, მიუხედავად საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებისა, პარლამენტმა დაძლია ეს გადაწყვეტილებები. რა, ეგეც ხო რაღაც სიგიჟია რა, აი შენი ქვეყანის საკონსტიტუციო გადაწყვეტილების დაძლევაზე რო ხარ ორიენტირებული, უკვე არანორმალურობა. აქვე უნდა თქვათ 2019 წელს პარლამენტმა ჩააგდო რევოლუციური ახალი ნარკოპოლიტიკა საქართველოში, რომელზეც იმუშავეს აი ჩვენი ქვეყნის და ალბათ ევროპის
ევროპის დონეზეც ვამბობ, საუკეთესო სპეციალისტებმა, ფსიქიატრებმა, ნარკოლოგებმა, ადიქტოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, ჯანდაცვის სპეციალისტებმა და პარლამენტმა ჩააგდო. და დღემდე არავინ არ იცის რატო. ანუ ვინ აი ერთი ყველაფერი შეთანხმებული იყო და მოულოდნელად ჩავარდა. და ის რომ ეხლა ადამიანები კვდებიან, ის რომ საშინელი ნარკოტიკია შემოსული, ის რომ დღემდე რეაბილიტაციის პროგრამები სამწუხარო სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული სამედიცინო იმათ რა ქვია პროგრამებად და რეალურად აი ეს ჯაჭვი დეტოქსიკაციის, მერე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მერე რეინტეგრაციის, ანუ რაღაცა დაამთავრე და ეხლა დაბრუნდი ნორმალურ მოქალაქედ, ეს ჯაჭვი არის მოშლილი. დღეს ქვეყანაში ფინანსდება დეტოქსის რამდენიმე დღიანი კურსი, მაგრამ მეტი არაფერი. და რაც არის ზღვაში წვეთი, ანუ რაც არის მიზერია, დიდი ალბათობით. ხო, იმიტომ რამდენიმე ეტაპიანია ადიქცია, ხო, თავისი იმის და ეს არის პირველი საფეხური ფიზიკური. ყველაზე ეგ არის პირველი. ხო, მიზერია. და ეგეც არის ეგეც ინდიკატორია რა. აი, მან როგორი ის არის, იცი? და საერთაშორისო გამოცდილებაზე რომ ლაპარაკობდით რა. პორტუგალია იყო პიონერი ქვეყანა და დღემდე ყველას თუ კი ვინმეს უნდა რომ დაამტკიცოს რატომ არის ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა უფრო მომგებიანი სახელმწიფოსთვის ადამიანისთვის. შემდეგ მოყავს პორტუგალიის მაგალითი. შემდეგი არის შვეიცარია. 2001 წელს პორტუგალიამ აი ესე უბრალოდ ქვეყანამ გადაწყვიტა რა. რომ საერთოდ ყველანაირი მოხმარება დეკრიმინალიზირებული იქნება. და 10 წლის ძალიან მალევე რა, ანუ რაც ეგეთ ძირეული პოლიტიკის მერე 10 წლიანი დიაპაზონი ძალიან ცოტა არის. ძალიან მალევე ნოლზე ჩამოვიდა რაღაცა დაავადებები, შიცი, ძალიან დაეცა სიკვდილიანობა, გაიხსნა რეაბილიტაციები, თემს მიეცა საშუალება, სახელმწიფომ დაიწყო დაფინანსება, ხალხი გადარჩა. და რატო გადაწყვიტა პორტუგალიამ? უბრალოდ ისე კი არა. უკვდებოდა. და მან ჩანს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქისადმი დამოკიდებულება. ანუ შენ, რავი, აი, სიყვარულით რო ვთქვათ, რომ აი, ეს შენი ერთი მოქალაქე, შენთვის რაღაც პასპორტის მფლობელი ინდივიდია, რომელსაც არც ისტორია აქვს, რაღაც ფოტო არ აქვს და ბლარია სახეზე, თუ აი რაღაც სიყვარული და ზრუნვაში უნდა ამყოფო, იმიტომ რომ პასპორტში წერია, რომ ამ პასპორტის მფლობელზეო ზრუნვასო ეს ქვეყანა ახორციელებსო და ეს ზრუნვა საჩანს. ეხლა ხალხნო რომ იცოდეთ აი ამ წელიწადნახევრიანი გამკაცრების, ამ რაღაცა ჩემთვის და ყველასთვის ვინც ამ სფეროში არის და თემისთვის ნამდვილად აი გულის ტკივილი თუ ამბობ ის რაც პარლამენტმა გააკეთა ეს გამკაცრება ვითომ ეგიდით რომ ნარკოტრაფიკის შემცირებისთვის ამა ხელი შეუწყო რომ ბაზარზე გააჩინა ახალი ნარკოტიკები და ეს მაგალითი გქონდა ესე ამიტომ არ უნდა მოგვცეულიყავით წინა 2012 წლამდე იმის რა ქვია წინა მთავრობამ სულად ეგრე გააკეთა გაწყვიტა შეეცადა უпроსორად რომ გაეწყვიტა საქართველოში მაშინ ყველაზე პოპულარული ბუპრენოფრინის შემცვლელი ნარკოტიკები და სულად მაშინ გაჩნდა ყველაზე კუსტარული ნარკოტიკები რომლის შედეგებსაც ხალხი დღემდე აი ისე უნდა გადატანის მნიშვნელობით კი არა პირდაპირ თქვა მაგრამ არ მინდა რომ ვინმე სტიგმა გავზარდო მაგრამ ანუ მოტო ძალიან მნიშვნელოვანი ისინი ხო მოტორიკაში შეფერხებები დღემდე აქვთ ადამიანებს და ზოგი ვერ საუბრობს და ნახევარი ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს ზუსტად მაგიტომ რომ მაშინ გაჩნდა ეს საშინელი ნარკოტიკები და რაღაცა ძამძიმე მოკრეფილი მთაზე რაღაცა იმიდან გამოყავდათ ნივთიერება მცენარიდან ეხლაც ასე ნახე გაამკაცრეს ბევრი ხალხი დაჭერილია და იჭირეს ჩემთვის ეს არის გულწრფელად რო გითხრათ რაღაც შოუ რომელსაც პერიოდულად
იმას რა ქვია, ძალის დემონსტრირებელი ორგანოები აკეთებენ ხოლმე. სხვა შორის, რამდენი მეგობარი და ცნობილი მაღალჩინოსანის პოლიციელის მოკლედ საახლობლოში ყავს ეგეთი ადამიანები. ეგ მიღებული პრაქტიკა იყო, ჯერ კიდე კომუნისტები, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მინისტრი რო იცვლებოდა ხოლმე, რეიდები იწყებოდა. მე გაეცემოდნენ, ხო და ზრდიდნენ ამ სტატისტიკას. ბოლო პერიოდში სულ ასე იყო, რო იცოდეთ, ყველა მინისტრს რო იცვლება სამართლოს ხო ჰედებს უფროსებს რო ცვლის ხოლმე, მე იგეგმება აი როგორც ზღვენი რომ უნდა მიართვა რა. ეხლა გავზდით ჩემს უბანში სტატისტიკას და პირველი ვისადგებიან, იცით? ნარკომომხმარებლებს და პროსტიტუციის ჩართულ ადამიანებს. და ის რაღაც მასაჟის სალონებს რო ხურავენ ხოლმე, ვითომ დიდი სამბით რაღაცას რო დააყადაღებენ და იმის რა ქვია, რო ამოიღებენ. მაგიდაზე რო შლიან და კაბერებით რო ადგებიან. ძალიან კარგია, მართლა უნდა ებრძოლო გასაღებას, მაგრამ თუ არ გაქვს პრევენციის პროგრამები, მოთხოვნებაზე რო არ ზრუნავ, როგორ შეგიძლია ებრძოლო, არ იმუშავებს და აი ამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ გვიწევს ახლა ჩვენ რაღაც არსებობა რა, რომ რატომ აკეთებენ ეგეთ რაღაცას, როცა მსოფლიოში ყველგან სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ადამიანებს გაეხსნათ გზა მკურნალობისკენ და მკურნალობისკენ გზა იხსნება იქ, სადაც სახელმწიფო აღარ არის აი ამ პროცესის მონაწილე, როგორც დამსჯელი პოლიციელი, ჯოხით და იარაღით და ციხეში გაგიშვებ. არამედ გვერდში მდგომი, რომ აბა მითხარით, თუ გინდა გამოჯანმრთელება, გიშველი და გაგიშვებ. ან რეაბილიტაციაში, გაგიშვებ დეტოქსში, ფსიქოთერაპიას დაგიფინანსებ. ჩვენთან კერძო დაზღვევის სისტემაც არ მუშაობს. ანუ მათაც კი ეხლა იწყებენ. ამდენი ხანია წარმოიდგინეთ, რამდენი კორპორაციაში, რამდენი ადამიანი მუშაობს, რამდენს აქვს გემბლინგის პრობლემა, ალკოჰოლის, ურთიერთობებზე დამოკიდებულება. ანუ ეს დამოკიდებულება ხო მრავალფეროვანია. და რამდენი ადამიანი მუშაობს, რამდენი არის კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩართული და სადაზღვევებით ეს კომპანიები ისევ არ ხედავენ, ანუ მათი visibility არ არსებობს რა და ჭრილში არის, რა თუ პრობლემა გაქვს, შენთან მოაგვარე, იმიტომ რომ რაღაცა რა, ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან სიარული თითქოს ჩვენი საქმე არ არის, ხო და აი ეს მენტალური ინგლისური ტერმინი რასაც ქვია, well-being-ი რა, კეთილდღეობა ფსიქოლოგიური რა, არის ეს რაღაც სიმბიოზი უნდა იყოს, რომ მე თუ სახში პრობლემა მაქვს, მივდივარ და ტელეფონში როგორც თანამშრომელი რა, ხელფას აღებულს, იმაში სლოტებში ვხარჯავ და მეორე დღეს მოვდივარ და front desk-ზე ვმუშაობ, ან call center-ში ცუდად ვიქნები. ანუ კომპანიასაც იდეაში ეგეთი თანამშრომელი უფუჭებს, თელ ამინს აფუჭებს. მე მაგიტომ არის რომ ამბობენ რომ რაღაცა რა, ეხლა სამუშაო იმას რა ქვია, პროცესებში ძალიან ბევრი ფსიქიკური აშლილობა, ნევროზი, ანუ იმიტომ რომ სხვადასხვა სფეროში ადამიანს დაურეგულირებელი რაღაცეები რო აქვს, მაგიტომ რომ მოდის სამსახურში მე ცუდად იქნება. დისფუნქციური. ხო და დამოკიდებულება არის ძალიან ისეთი რაღაცა რა. ძალიან ჩუმად მიმდინარეობს. დიდხნიანი განვითარების ციკლი აქვს. ესე არ არის, რომ გავიღვიძე უცბად და პრობლემები მაქვს. 4 სტადია და რა ვიცი, თავიდან მეგობარია, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. ანუ მართლა გეხმარება რაღაცეები. შეიძლება მოგეხმაროს უბრალოდ, მართლა არა. და ის არის, და ვიღაც შეიძლება თქვას, რომ აი ერთ ჭიქას რო დავლე, ან რაღაც წამალი დამინიშნეს და ამის წამლის ავადმოხმარება ეგეთი ტერმინი არის, ხო, რომ გადააჭარბებ დოზას. ანუ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ერთხელ მოვიგე და მე ეს ფული მოვახმარე, რაღაცა ავაშენე და აი ამ ილუზიაში ძალიან დიდი ხანი გამყოფებს. მაგის მასტერია რა, დამოკიდებულება. როგორ შეგიქმნას ეგ ილუზია, რომ აი გეხმარები, კი, არა უშავს ის და ადრეული დიაგნოსტიკა და საჯაროობა ზუსტად მან დარტყავს რა, რომ სპეციალისტები როცა გეუბნებიან, რომ ეგ უკვე ინდიკატორია, რომ შენ ხა ღრმა დამოკიდებულება შედიხარ, საიდანაც მე შედეგები
და დანაკლისები იქნება და ზიანი უფრო დიდი, შენ შეიძლება შუაგზაზე გაჩერდე რა. ხო და თუ ჩვენ მაგ დროს ადამიანებს ვიჭერთ, თუ ჩვენ მაგ დროს ვეუბნებით, რომ შენ სუსტი ხარ და თუ ჩვენ მაშინ როგორც საზოგადოება ვრიყავთ, ან სამსახურში არ გვყავს, ან ვაგდებთ, ან სამეგობროდან ვაგდებთ, აი არ ვიცი, მილიონი სხვადასხვა რაღაცა არის და ვეუბნებით, რომ ხელს ვკრავთ რა, რომ ისა არ მინდა დავინახო, რომ ეგ პრობლემა გაქვს, მაშინ აი ვათ მაგებთ სამომავლოდ ამ პრობლემას. ხო, და ეგ ფაქტიც ეგეთია, ანუ ეს სიუსისხლიანი მიდგომა რომ მუშაობდეს კი არც მუშაობს, ზრდის პრობლემის ხარისხს და რაოდენობას, ხო, მოსახლეობაში და ეს სტატისტიკით ვიცი, ეგ ხო ისეთი თემა არის, ხა 2-2-4 არის, თითქოს, მაგრამ ამაზე საზოგადოებასთან მაინც მუშაობა გვჭირდება, რომ ეს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ციხეში რო ჩასვამ, ამით არ გვარდება ის, რომ შენ თუ ძალით იმაში ამყოფებ, რა ქვია, ანუ ძალით ამყოფებ ისეთ მდგომარეობაში, რომ რა ვიცი, რამდენიმე თვე თუ როგორც არის ხოლმე, ვერ მიიღებს ის გამოვა მე იქიდან, ხო? და აქ ჩვენ ისეთ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, რომ სერვისი თუ არ ქონდა, ციხე არ არის სერვისი. რა თქმა უნდა, ხო, ამაზეა საუბარი. ხალხი ჩემთვის უთქვამთ, ზოგს 9 თვე გაუტარებია ციხეში. წელიწადზე მეტი და ყოველ დღე ვიძინებდი და ვიღვიძებდი მარტო იმ ფიქრით, რომ როცა ჩემი აქ ყოფნის ვადა მოიწურება, რო გავალ, როგორ მოვიხმარ. ანუ დამოკიდებულ ადამიანს ჭირდება სიღრმისეული, ძალიან ღრმა ფსიქიკური რეაბილიტაცია. თუ არა და ის შეიძლება 10 წელი გამოკეტო გისოსებს მიღმა, მაგრამ გამოვა თუ არა პირველი ასე გაკეთებს მოიხმარს. ეგ არის მეტყველი ფაქტი იმისა, რომ დეტოქსი არის მართლა მიზერის მიზერი, რასაც სახელმწიფოს დააოზობს ადამიანებს. დეტოქსი არის ფუძე. შეიძლება ქრონიკულ დაავადებას რაღაცა იმით. აი დიაბეტი რო ვთქვათ რა, როგორც და წარმოიდგინე რომ რაღაც მაღალი შაქრით პირველადი სასწრაფომ შეიყვანა და 500 რაღაცა. პირველი არის რომ გადასხმა რომ ეს დაასტაბილურო, მაგრამ მე ვიყვა რომ ეხა რა ქვია, ისა რა დაბალია 80-ია და მოდი გავწერო და რაც გინდა ჭამე არა. თუ დაგემართა დიაბეტი, უნდა იცხოვრო ამასთან. არა, და რო შეჭამ შეიძლება დაგიჭირა. და რო შეჭამ დაგიჭირა. ამიტომ საზოგადოებამაც მინდა რომ კიდევ ერთხელ ამაზეც გავამახვილოთ ეს ყურადღება რა, რომ აი მე რატო ხდება ხოლმე შევარდნები და საჩვენებელი დაჭერები და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ხალხს გონია რომ ეს არის პრობლემის მოგვარების გზა და ეს მე საარჩევნოთ ვიღაცის ხმებში ითარგმნება, სინამდვილეში ესე არ არის და თუ რა არის ხოლმე ამისი საფუძველი, რა ვიცი, ხა თქვენ თონი ფიქრეთ და მე მიხვდები. აქვე თქვა ეს გარდაცვალებები ეხა დღეს უკვე აქტუალურია, იმიტომ რომ რამდენიმე მშობელმა და ბაბუამ თუ არ ვცდები უკვე ისაუბრა. მაგრამ რამდენიმე რაღაც წლები არის ხოლმე და გუშინ დაიდო ეს სიუჟეტები და ძალიან კარგია რომ ადამიანები არ ჩუმდებიან, იმიტომ რომ 22 წლის ბიჭები თუ ბავშვები როგორ უნდა თქვა, არ ვიცი, გარდაიცვალნენ. იმიტომ რომ აი ეს ნარკოტიკების დამზადებამ თუ საერთაშორისო გზები ჩაიკეტა, ანუ აუცილებლად და ასე მოხდა ახაც იპოვნეს გზა რომ აქ დაამზადა. ანუ კუსტარულად აგმზადე ყველა ინგრედიენტი, წარმოიდგინე, ცალ-ცალკე მოიპოვება და ამზადებენ. და აი ეს კუსტარულად ამზადებული კიდევ უფრო საშიშია, იმიტომ რომ სამზადება არ იცი, რა მინარევები აქვს არავინ არ იცის, ხალხი იძინებს და ვეღარ იღვიძებს. ეს ამით რისი თქმა მინდა, რომ ციხე დამოკიდებულ ადამიანს არ შველის, აი არ არსებობს. საერთაშორისო ძალიან მკაცრი აი ეგეთი დაჭერა ჩაჭერით ქვეყანაში ნარკოტიკს ვერ აღმოფხრი, არ არსებობს. ერთი პრეცედენტი არ არის. 70-იან წლებიდან ამერიკამ რო one or drugs რო გამოაცხადა და ვითომ კოლუმბიას და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს მეტად როცა ამდენი მომხმარებელი უკვე ყავს და დამოგიდგა. მაგით რა მოხდა ისიც საინტერესო ის არის სხვადასხვა რა. დღემდე ძალიან controversial არის რომ სპეციალურად ხარ გაკეთდა, იმიტომ რომ ნარკოტიკების მიმართ საბაზრო ფასი გაიზარდა. როგორც კი ებრძვი და ძალიან ის არის რა, პარადოქსია. მაგრამ ამ ბრძოლაში ზრდი
ეგრე იქნება, გაძვირდება. ხო, ძალიან საბაზრო პოლიტიკის ისინი მუშაობს, რა ქვია, თეორია. მეორე რომ აჩენ ალტერნატიულ ბევრად უფრო ცუდ იმას რა ქვია, უფრო იაფ საშუალებებს და იმეტებს შენივე ქვეყნის მოქალაქეებს სიკვდილისთვის ბიოს ეპოქაში ჩვენ და შორის და მესამე რომ აი ამ ყველაფერთან ერთად თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებს პირველად ჯანდაცვის რგოლს და საგანმანათლებლო მიმართულებას არ აძლიერებ ქვეყანაში მაშინ მართლა ყველა დამოკიდებულს უბრალოდ აი თვალს ხუჭავ ამბობ რომ არ არის და წირავს სიკვდილისთვის. აი ბავშვებზე სკოლებში ამ ეპოქაში როცა ყველაფერი ტელეფონშია მეუბნებიან რომ ეს ხელმისაწვდომობა როგორი გაზრდილია ისეთ რომ რავი აი სკოლის გვერდზე იმაშევიან მისამართებს დებენ ხო და ყველაფრის კონტროლი წარმოუდგენელია ხალხმა სიმართლის თვალებში უნდა ჩავხედო და თქვათ რომ ძალიან სწორი პოლიტიკით ოღონდ ისეთი კამპანიებით კი არ წეგა როგორც თქვი სკოლაში რომ უთხარი ნარკოტიკს არა ეხა რაღაც საერთო სიგიჟე გავიგე რომ პოლიციელებმა უნდა იარონ რაღაც ის არის სკოლებშიო და პოლიციელი გეუბნება უნდა გელაპარაკოს პოლიციელმა ნარკოტიკის შესახებ ეს როგორი ის არის იცი და მეცინება მაგრამ მაგალითად ალკოჰოლის ზიანის შესახებ რომელიმე ღვინის მწარმოებელმა რო გელაპარაკოს ან გემბლინგზე რომელიმე ცნობილი იმის რა ქვია აი ცუდი შედარება შეიძლება მაგრამ ეგეთივე არაჯანსაღი სიგიჟე არის რა რომ ის რომელიც გიჭერს იმან გელაპარაკოს იმ ზიანზე რომელიც მოგადგება არის იგივე აგზალუის ტოლფასთან. თან შემსრულებელმა თან ანუ იმან კი არა ვიღაცა იცი პროფესიონალი იყოს ანუ პატრულის თანამშრომელმა როგორ თქვი. ფორმიანი ადამიანი სკოლაში ისედაც პრობლემა. რა თქმა უნდა. და ეს ფორმიანი ადამიანი რო გელაპარაკება რაღაცაზე რომ არ შეიძლებაო აი არ ვიცი რა ამაზე ალბათ განათლების ექსპერტებმა უნდა იგეპარაკო მაგრამ ძალიან ცუდია ხალხმა აი მე მგონია რომ თუ ჩვენ სწრაფად არ შევცვლით არ დაუბრუნდებით ისე ზრუნვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ეს ქვეყანა ძალიან მძიმე პრობლემებში ჩავარდება ადამიანები არა მარტო ნივთიერებას დამოკიდებული ადამიანები ნებისმიერი მენტალური გამოწვევის წინაშე მდგომი ადამიანი ჩვენ რატომღაც ისევ ბრუნდებით იმ ბნელ წარსულში სადაც ფსიქიკური აშლილობა ან მდგომარეობა ჩაითვლება რაღაც ისეთ პრობლემად რომელსაც ადამიანები აღარ ილაპარაკებენ და აი ეს შედეგები რომ მოვიდნენ ადამიანები გამოსაჯამთალებლად აი ეს დაუბრუნდებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში რა. და ეგ ტენდენციაც არის რომ თუ ჩვენ გქონდა რაღაც პერიოდი ილუზია რომ წინ მივდივართ ხო და ეხა მთელი ამ რიგი ნაბიჯებისა ეს ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაც ხო ნაწილი არის მთელი ამ მოზაიკის რაც ეხა ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. აი შლით ისტორიაში უკან ფურცლებს ფაქტობრივად და რჩებით ერთ-ერთზე სახელმწიფოსთან რომელიც მათ შეიძლება შენი ყოფა აქ გაუსაზრისი გახადოს და ეგ სტატისტიკაში ჩანს თუნდაც მიგრაციის სალდოს რო შეხედო ქვეყანაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს ხო ანუ აქ რაღაცა ანუ ეს ხო გადაჯაჭვულია რაღაცა ანუ დასაქმების და რაღაცა ღირსეული შრომის და შემოსავლის შესაძლებლობა როცა არ გაქვს მილიონზე მეტი მომხმარებელი არის დარეგისტრირებული გემბლინგ პლატფორმებზე, მილიონი უნიკალური მომხმარებელი, 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში ხო. 50,000 ინტრავენური მომხმარებელი ყავს ქვეყანაში და ანუ აქ გამოსავალი არის რომ სკოლაში პატრულმა აუხსნას, რა ქვია, ნარკოტიკები როგორი ცუდია 13 წლის ბავშვს, რომელიც ტელეგრამზე მისამართზე იღებს ფაქტს და ისა რა ქვია გასაღებას ებრძოლა მოთხოვნის შემცირების გარეშე რეაბილიტაციაზე არის ზრუნო ასე შემდეგ და ასე ყველაფერი ის ჩვენ რაც ჩამოთვალე და პლუს ამას რაც ძალიან ცუდია რაც ემატება ის რომ აი მე აი ძალიან ღია და გულწრფელად უნდა ვთქვა რომ აი ესე პესიმისტურად ვუყურებ რომ აი დიდი პროტესტი ამას არ მოყვება საქართველოში იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ამ მიმართულებით იმიტომ რომ 90-იანებში ვინაიდან ნარკოტიკების მოხმარება დაკავშირებული ორგანიზებულ კრიმინალთან და ასე შემდეგ ბევრი ოჯახი მართლა გაუბედურებული იყო მაგის გამო აი
თუნდაც მისი ოჯახის წევრი იყოს, აი ახია მაგას დაიჭირო. ეს აი ესეთი ცივსისხლიანი დამოკიდებულება არის. აი ეს მე მგონია რომ გადაუყლაპავთ მაგალითად და ეგრე ჩვენ კიდე უნდა მოდი ეხლა ვთქვათ რომ ამ გადაყლაპოში არ ჩაგვეთვალოს რომ სახელმწიფომ ძალიან დაჩქარებულად მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში უნდა ამოქმედებულიყო დროებით ოდნავ გადაიწია ამოქმედება მაგრამ ლენდინგ პეიჯი შექმნილია ესე იგი იმის რა ქვია ალკოჰოლის და ნარკოტიკების და ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ვისაც ქონია ამ ადამიანების რაღაც ონლაინ ბაზას აკეთებს სადაც თქვა რომ მე უნდა ვიცოდეო მოიგონა ჩვენი ღრმარწმენით ეს იყო რაღაცა ხელოვნურად შექმნილი პირობა რომ ვითომ იარაღის ტარების რაღაცა კანონმდებლობა შეიტანა ეს ცვლილება მოკლედ გეგმავე რომ გააკეთონ ბაზა ამ ბაზაში შევა ყველა ადამიანი ვინც კი ოდესმე ფსიქიატრთან იყო ნამყოფი დეტოქსი ჩაიტარა ნარკოლოგიურში იწვა და ასე შემდეგ და ამბობს რომ მე უნდა ვიცოდეო ყველას შესახებ ინფორმაცია მქონდესო ეს ბაზა მე სახელი გვარით პირადი ნომრით მისამართით დიაგნოზით ვინ ამ კუნალობა ჩაიტარა გაზიარდება საჯარო სტრუქტურებში ამბობს რომ მე უნდა ჩამოვართო უფლებებიო მათ შორისო მასწავლებელთა მუშაობიდან დაწყებული მართვის მოწმობას აღარ მივცემო და ნუ იარაღზე საერთოდ ლაპარაკი არ არის და აი პატრული რომ გაგაჩერებთ აწი რომ იცოდეთ შესაძლებელია რომ წითელზე თუ გაიარეთ და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გაგაჩერათ თავის ამ იმაში კომპიუტერებში რომელიც მანქანაში ჩამონტაჟებული იქ იქნება წვდომა ამ ბაზაზე და ამ ბაზაში იქნება ყველა კიდევ ერთხელ ვამბობ თუ პრობლემა როდესმე ვინმეს ქონდა მოხდება ამ ბაზაში აი რაში ჭირდება ამ ბაზას ოპერირება თუ არა ის რომ ვიმეორებთ რუსული პოლიტიკის იმას რა ქვია გამოძახილი არის იმიტომ რომ რუსეთში ზუსტად იდენტური ბაზა შეიქმნა ეხა 1 აპრილს იქ უკვე ჩაეშვა და იგივე გამართლება ქონდა რომ მე უნდა ვიცოდეო ვის მერეო სამომავლოთო პრობლემა რო არ შეექმნას და რუსული დასაბუთება რომ წაიკითხოთ ერთ-ერთი არის ქართული დასაბუთების. ხო და აი მოდი ამ პოდკასტ დღეს ვინც შეხედავს, მოისმენს, უყურებს ჩვენ რაღაცა ალკოჰოლზე ვთქვით, იქ შულებზე, იქ რაღაცაზე. აი საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ სახელმწიფო აკეთებს ბაზას სადაც თავისი მოსახლეობის რაღაც ნაწილს აი ესე შეყრის ამ ბაზაში და დახს აი ბეჭეს დაასვამს და ეტყვის რომ შენ ვერაზოს ვერ გახდები მასწავლებელი შენ ვერაზოს მართვის მოწობას ვერ აიღებ ვერაზროს იარაღს ვერ აიღებ და კიდე მილიონ სხვა სამოქალაქო უფლებას შეუზღუდავს იქნები არასაკმარისი ქართველი არასრულფასოვანი მოქალაქე და ჩვენ აი ძლივს აი ნაბიჯ ნაშენებ სტიგმის წინააღმდეგ მიმართულ ძალიან კარგ შედეგებს რო აგერ ხმამაღლა ადამიანებმა ლაპარაკი დაიწყეს აღარ კვდებიან და სასწრაფოს გამოძახება რა ვიცი 1-5 წელია იძახებით რომ მანამდე ხალხი კვდებოდა და ეხა ეგეც პრობლემა ხდება იმიტომ რომ არაფორმალურად ამბობენ რომ პოლიციასთან მაინც ეს კანონმდებლობის დონეზე ჩვენ ძლივს მივიღეთ რომ სასწრაფოს პოლიცია აღარ მოყვებოდა შევარდნაძის დროდან მოყოლებული და მიშადან გაგრძელებული ყველგან პოლიცია მოდიოდა და რაღაც ფანჯარა იყო როცა იქ აღარ ხდებოდა და ადამიანებმა სასწრაფოს გამოძახება დაიწყეს მშვიდად ანუ რომ ნარკანი მოეტანათ და ეხა ნარკანის გახრა სასწრაფოს ამბობენ რომ პოლიციას მოყვება და ისა რა ქვია და ამ დროს ბაზას ქმნის და ამ ბაზაში ოღონდ თან რაღაც კოდები არის, რომელიც საერთოდ კრიმინალთა შემხებლობაში არ არის რა, ანუ აი ფსიქიატრთან რომ დაგინიშნა რაღაც წამალი. კი, უძილობა რო ქონდა შეიძლება შეგიყვანოს რა. და მე არ მინდა რომ კომენტირება გავაკეთო მეტი, მაგრამ აი ვიკითხოთ რა, დაუსვათ კითხვა, რა შეჭirdება. ანუ რატომ ყოფს ამ მოქალაქეებს ისევ აი ამ საშინელი იმით, რა ქვია, დაავადების, რომელსაც პაციენტად კი არ აღიარებს, უკვე კრიმინალად აღიარებს რა. და რა ვიცი, აი ვინც ახლა უყურებს და მის ირგვლივ მის ოჯახის წევრს, მეგობარს, რა ვიცი, ქმარს, ცოლს, შვილს პრობლემა აქვს. რა უნდა უთხრა?
ანუ რას ვეუბნებით, რომ სადღაც კერძო რეჰაბები არსებობს, სადაც მართლა გამოჯამთელებაა, მაგრამ სახელმწიფო იქამდე არ მოგიშვებს რა, იმიტომ რომ იქამდე მარტო დეტოქს დაგიფინანსებს და სანამ დეტოქსიდან იქამდე მიხვალ, გზაში შეიძლება ბაზაში შეგიტანოს და მერე ქუჩაში გაგაჩეროს. ეგ ჭხრეკვების დააბრუნა. მოშარდვის ტრადიცია, რომელიც საშინლად შეურაცხყოფელი იყო, კატასტროფული პრაქტიკა იყო, ეგეც დააბრუნა. ანუ საკუთრივ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც ისევ იმავე სასამართლოს თავზე გადაახია და ეს ხალხი ღამე, რა ვიცი, შაბათ-კვირას იკითხეთ, დადიან და მანქანები გადაყენებული, შმონები, ხელის ჩაყოფები, ხო და სად ვიყავით, რა შედეგებამდე მივედით, ძლივს გამოჯამთრება ხალხმა დაიწყო და აი ეს მენტალური ზოგადად ფონი გამოკეთდა და ხალხის რეინტეგრაცია დაიწყო. დამოკიდებული ადამიანი რო აზრზე მოვა და ჯანსაღ ცხოვრებას იწყებს, აი დამერწმუნეთ, რომ აი ორჯერ უფრო მაგარი მოქალაქედ ბრუნდება რა, თუ დაბრუნება. მისი საზოგადოებაში დაბრუნება არის როგორი ტრიუმფი, იცი, რომ აი ყველას უნდა გვიხაროდეს, იმიტომ რომ ისეთი ძალით ბრუნდება ნებისმიერ ასაკის ნებისმიერ მონაკვეთში, რომელიცაც ნორმატიული ადამიანის დაბრუნება არ ხდება ხოლმე. შესაბამისად, პრობლემაა რა ძალიან დიდი რა და აი არ ვიცი. თუ რამეს კითხვა პასუხი გავეცით ხო კარგი, მაგრამ მგონია რომ ეს კითხვებიც უნდა დავუსვათ რა. თავისთავად და თუ კიდე აი ერთ იმას გავიხსენებ კიდე ციტატას ახლა პოდკასტიდან რომელიც თქვენთან მოვისმინე და ესე დამამახსოვრდა რა, დამამახსოვრდა იმიტომ რომ მანამდე ესე მე არ მქონდა ეს გააზრებული არც დავფიქრებული ვარ მაგაზე გითხრა რომ სინამდვილეში რამხელა გავლენა შეიძლება ქონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აი ამ ადამიანებზე და პირიქით. და ეხლა მომხდარ გიორგი ყიფშიძემ თქვა მე მგონი გიორგი ყიფშიძე იყო თქვა ესეთი რაღაცა რომ სულო მეშინოდაო რომ ქვეყანაში ომი არ დაწყებულიყო. ხე. იმის გამო რომ ეს ხო არ შეწყვეტილიყო. ანუ მოწყვლადობის დონე წარმოიდგინე დამოკიდებული ადამიანის რომელსაც ბექგრაუნდში აქვს შიში რომ ომი არ დაიწყოს. რომ სერვისები არ შეწყდეს რა, იმიტომ რომ საომარი ვითარების დროს რო არ შეწყვეტილიყოს ეგ იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანისთვის, მოხმარებაში მყოფი ადამიანისთვის ნებისმიერი სუბსტანცია, რომელსაც მოიხმარს, ალკოჰოლი არის, სხვა ნივთიერება. ეს არის მისი აი ბაზისური არსებობისთვის აუცილებელი. მიხვდი? ანუ ეს არ არის ფუფუნება, ეს არ არის кайფი, ეს არ არის სიამოვნების მიღებისთვის. ეს არის რომ უნდა უბრალოდ ადგე და იცხოვრო ამისთვის. ხო და ხო, ომიანობა ეგ არის, რომ ანუ კითხვის ნიშნის გვენ დგება მოწოდება და ანუ პანიკა გაქვს. როგორ შეიძლება დიაბეტის პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის რომ ინსულინი შეიძლება გაწყდეს. კი და უკრაინის ომმა ძალიან დიდი ის იყო. კიდე კაი პოლონეთ დაიხმარა, თორე მარაგები ძალიან სწრაფად ამოიწურა და ინსულინის შეიქმნა, რა ქვია, დეფიციტი. ხო და ეხა მეორე რაღაცას ვიტყვი. ომი ხო არ გვაქვს. აი არ არის ომიანობა. და ეგრეთ წოდებული სიმშვიდეა რა. მაგრამ მშვიდობა. კერძო ჩანაცვლების თერაპიები დახურა აგერ. აი რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ. და კითხეთ, ვინც დღემდე სახელმწიფო პროგრამაში დარჩა. შიშის ქვეშ უწევთ ყოველ დღე. აი იმ ჩანაცვლებითი სუბსტანციის მიღებაზე მისვლა, იმიტომ რომ გავრცელდა ხმები, რომ სახელმწიფო ამ თავის ცენტრებსაც დახურავს. იმიტომ რომ მას აღარ ჭირდება, აი რუსეთში არ არის ჩანაცვლების თერაპია, არც მეტადონის, არც ბუპრენორფინის და ის საბოლოო ჯამში აპირებს, რომ თქვას, რომ მე დამოკიდებული ადამიანი ამ ქვეყანაში აღარ მყავს. შესაბამისად ცენტრების აღარ მინდა. კერძოების მაგიტომ დახურა. და ეს ადამიანები იღვიძებენ და იძინებენ ამის შიშით, რომ რაღაც დრო შეიძლება დაადგეს და სახელმწიფო თქვას, რომ მე ამაში ფულს აღარ გადავიხდი რა. იმიტომ რომ დამოკიდებულება, შენ თუ გინდა кайფი, მე შენ ამისთვის ფულს არ მოგცემ. და რომ ზუსტად სახელმწიფო იყო, ვინც მაგას ლეგალური ნარკოტიკის გავრცელება დაარქვა რა, ლეგალური გავრცელება ხალხმა. ანუ არ ვიცი, ძალიან ცუდი პროცესების მონაწილეები ვარ და
ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ. ინიციატივას ძალიან მნიშვნელობა აქვს რა. სახელმწიფოს პოლიტიკები და ადამიანები, მინისტრებიდან დაწყებული რაღაც სისტემებით მიდიან და მოდიან და იცვლებიან რა. და ხანდახან მართლა გვიწევს ადაპტაცია, მაგრამ ინიციატივებზე უარი არასდროს არ უნდა ვთქვათ რა. ანუ ეს მდგრადობა, რომ მე თუ მჯერა რომ აკრძალვით არაფერი არ იცვლება და პირიქით, ყველა ჩვენი აი რაღაც სადაც შეგვიძლია იქ უნდა ვაკეთოთ რა. ძალიან რთული მდგომარეობა საქართველოში. მანამდე რაღაც გლობალური ფონდი იყო, რომელიც აფინანსებდა ძალიან კარგ შორის ამ ცვლილებას პოლიტიკის, ჩანაცვლები თერაპიები იყო, რა ვიცი, შპრიცებიდან დაწყებული, შიცი და დიაგნოსტიკი დამთავრებული, რაღაც პროგრამები საერთოდ გაჩერდა, რაღაც ორგანიზაციები საერთოდ გაქრა ამ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების გამო და პირველ რიგში ეს ამან დაარტყა ადამიანებს. ანუ სერვისების გარეშე ადამიანები დარჩნენ. ინტრავენური მომხმარებლები, რომლებიც რეგულარულად ვეღარ იტარებენ რაღაც დიაგნოსტიკას, მათ შორის გადამდები დაავადებების, ხო, რომელიც ძალიან ადვილად ვრცელდება მომხმარებლებში. ეს რა არის, რომ მათი განწირვა გვიანი დიაგნოსტირების შესაბამისად ზიანი უფრო დიდია, ხო? ეს ერთი ხო და აი ამ პირობებში რატო ვამბობ რომ არ უნდა შევწყვიტოთ თქო მცდელობა თქო მაინც გადავწყვიტე გავერთიანდით მეგობრები და რაღაც ძალიან ცოტა ხნის წინ დავაფუძნეთ ადრე გამოსავალმა თავის ფონდი გააკეთა საქველმოქმედო გამოსავლის ფონდი ერქვა. ეხა უკვე ოდნავ სხვა ტიპის ფონდი გავაკეთეთ, რომელსაც დამოკიდებულებისა და მენტალური ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ფონდი ქვია, რომელიც ძალიან მალე პრეზენტაციას გავაკეთებ და გავლონჩავთ და აი ის ჩავარდნები, რომელიც დღეს არსებობს ნარკოპოლიტიკაში და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მათ შორის დაფინანსება, საგანმანათლებლო პროექტები, უცხოური გამოცდილება და ასე შემდეგ. გვინდა რომ ადამიანებს შეეძლოთ აი ეს ხელმისაწვდომობა რომ გავუზრდოთ ამ სერვისებზე რა, რომ განაცხადის შემოტანა, რომ აგერ ძალიან ადამიანს ძალიან მაგრად უნდა რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. აი სად უნდა წავიდეს? სახელმწიფომ რომელმაც ჩახერგა გზები, სადღაც კერძო სექტორი რომელიც ნახევრად აღიარებს და არ აღიარებს ამ სერვისებს, საზოგადოება ყველა მხრიდან რაღაც ბარიერია, ხო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მივცეთ საშუალება რომ დიდი мотиваციის მქონე პაციენტებს დაუფინანსოთ როგორც დეტოქსის ნაწილი, ასევე დეტოქსის შემდგომი რეაბილიტაციის ნაწილი და მინდა გთხოვოთ რომ თუ თქვენ გახდებით, ანუ გაბედეს ეგიდით იქნება თუ ამ ორგანიზაციის პირადად მეგთხოვთ მოკლედ რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვეხმაროთ რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ დამოკიდებულ ადამიანებამდე და სულ მალე გვექნება სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ჩაგიგდებთ და თუ ვინმე იკითხავს, მოკლედ თქვენ აუდიტორიას გაუზიარებთ. აუცილებლად. ამ ვიდეოს აღწერაში თქვენ მაგ შესაბამის ბმულს მაშინვე ნახავთ, როგორც კი გაჩნდება. თუ როცა გავა ეს ეპიზოდი მაგ ეტაპის თუ უკვე გქონდა რასაკვირველი, ისედაც ნახავთ და ასევე ცალკე ინფორმაციას ჩვენ ჯანმრთელობის ღირსების ვებგვერდზე და ისედაც სანდრო ხარაში დაგჭირდება ჩვენი მხარდაჭერა მაგ ნაწილში მუდმივად გექნებათ და სულ ბოლო კითხვას დავსვამ, იმიტომ რომ ხა ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ აი ამ გამოსავალზე და ასეთი ტიპის ორგანიზაციებზე ხო ფრაგმენტულად შევეხეთ და მოდი აი ერთხელ აი ესე ვთქვათ, რომ რა საფეხურები, რა სერვისები უნდა იყოს ქვეყანაში, გამოსავალი სად არის და რას აკეთებს და ასეთი ტიპის ორგანიზაციები და აი ხა თუ აქ უსმენს ადამიანი, რომელიც აი თანადამოკიდებულებს რომ ეძახით ხოლმე ხო ოჯახის წევრი ახლობელი ვიღაცა, ან ის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს რომ უკვე პრობლემაში არის, საიდან უნდა დაიწყოს, როგორ უნდა მივიდეს და ხო და თან როგორ და რა არის ხა დღეს დაფინანსების ქვეშ და რისთვის გააკეთებთ ახლა ამ იმას ახალ ფონდს. ესე იგი, მადლობა შეკითხვისთვის. გამოსავალი იყო საქართველოში პირველი, ვინც ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია შემოიტანა და დაანერგა რა. გამოსავალი ასევე იყო და არის ორგანიზაცია, რომელმაც პირადად მე დამეხმარა, ანუ გამოსავალი დამეხმარა. და აი 2000, რავი 16, 17, 18 წლიდან
შემოიკრიბა ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა ჰქონდათ, გადალახეს საერთო ძალებით, იმიტომ რომ ეხო ეს პროგრამა ეგრე მუშაობს რა, ეს გამოჯამთელების, რომ საკუთარ თავზე რო გამოსწილი გაქვს, მე უფრო კარგად ეხმარები სხვას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. და დანერგა ეგეთი ამერიკული მოდელი არის, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებას ვეძახით, სადაც საქართველოში ისე მაინც მაყურებლის რო იყოს გასაგები, ჩვენთან მკურნალობა ნებაყოფლობითია. შესაბამისად, რეაბილიტაციის კარები ჩვენთან ჩაკეტილი არ არის რა, ანუ შეგიძლია ნებისმიერ დროს წახვიდე. ხო და აი აქ არის მულტიდისციპლინური ეგეთი პროგრამა შექმნილი. ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ადიქტოლოგი, დამოუკიდებლობის კონსულტანტი, კინოთერაპია, ძალიან მრავალფეროვანი არის. საბოლოო ჯამში 50 წელზე მეტია, ნახევარ საუკუნეზე მეტია, გამოჯამრთელების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს მთელ მსოფლიოში რეაბილიტაციას. ანუ აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციაზე უკეთ ჯერჯერობით არ არსებობს სისტემა, რომელიც შველის დამოკიდებულებას. იმიტომ რომ რეაბილიტაცია არის გრძელვადიანი პერსპექტივაში ჩადებული, აი ისეთი საფუძველს ქმნის რა, იმიტომ რომ რეაბილიტაციის მერე კიდე პოსტრეაბილიტაცია მოდის. პირველი მოკლედ არის დეტოქსი, რაც გამოსავალს არ აქვს, დეტოქსი სამედიცინო მომსახურება. ანუ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ძალიან ფიზიკური ტკივილებს, არ უნდა განიცდიდეს, ანუ რაღაც აბსტინენციის მდგომარეობაში. ამის შემდეგ მოდის გამოსავალში და იწყებს რეაბილიტაციას, რომელიც არის ამ ნახევრად დახურულ ცენტრში 3 თვის განმავლობაში არის სრული სარეაბილიტაციო კურსი და მერე 3 თვე არის პოსტრეაბილიტაცია. და რო ნახოთ როგორ кейსებთან გვიწევს რაღაც წარმატებით დახურვა რა, აი უმძიმესი მათ შორის ხალხი ფიზიკური ნაკლებით მოდიან, აი ყავარჯნებით ამოსულან რეაბილიტაციაში და ყავარჯნები გადაუგდიათ. და ეგ არის არა მარტო ფიზიკური აქტივობის, იმიტომ რომ იქ რაღაც აუზი არის ჯამ. კიდე არის აი რაღაც საერთო ყოფნის, აი რაღაც ამ ჯგუფის რა, ფსიქოლოგიური, რომ ადამიანები რეაბილიტაციაში პირველად მათ ცხოვრებაში გრძნობენ, რომ მარტოები აღარ არის. ეს იმხელა ძალა დამოკიდებული ადამიანისთვის. ის კი არა ვინმე კი არ გებძვის. ყველა შენნაირია. შენ შეგიძლია პირველად შენ ცხოვრებაში იყო ის ვინც ხარ. პრობლემით, მოხმარებით და არავინ აღარ გკიცხავს. და ეს უკვე ისეთი ბუსტია ადამიანისთვის, რომ ფეხზე წამოდგომას თან გეხმარება რა. მანამდე 40 წელი პირობითად ვამბობ, ყველა რო გეუბნებოდა რომ საიზღარი ადამიანი ხარ და ეხა უკვე სახელმწიფოს მანამდე გეუბნებოდა და ეხა განსაკუთრებით რომ ძალიან ცუდი ხარ და რაღაც სისტემაში უნდა გარეგისტრო, უცბად ხვდები გარემოში, სადაც ხელს ჩაკიდებენ და ყველაფრით მიღებული ხარ. და აი ეს სასწაულები, გამოჯამრთელების სასწაულებს რასაც ეძახიან რა, ყოველდღიურად მომსწრეები ვარ და ისეთი გულდასაწყვეტია, რომ ერთი ხელის გაწვდენაზე არსებობს სუპერ გამოსავალი ამ ძალიან მძიმე პრობლემიდან და სახელმწიფო ამბობს, რომ მე მაგას არ ვაღიარებო ჯერო. აი ძალიან გულდასაწყვეტია. და ამიტომ არის რომ კერძო ბიზნესი, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ანუ ყველას ვთქვით რომ დავეხმაროთ. გვაქვს უფასო რაღაც ჯგუფები, შეხვედრები, მილიონაერად ეკონომიკა. ეხა აი ამ სიტუაციაში ჩემი გადმოსახედიდან უნდა სახელმწიფომ თქვას, რომ აღიაროს ჯერო ეს პრობლემა და მეორე რომ რეაბილიტაციას უნდა გახადოს პირველად ჯანდაცვის სერვისებში და შეიტანოს. ეს არის როგორც ემერჯენსი ეგეთი. ანუ დეტოქსი და დეტოქსის მერე ადამიანს უნდა მისცეს საშუალება, ცხადია, აირჩიოს თუ მაგრა უნდა გამოჯამთელება და ფული არ აქვს. როგორ ტოვებ ამას ქუჩაში? მაგრამ ეხლა რა ვიცი, ბავშვები არიან, წამლის გარეშე დარჩენილები და ალბათ ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები სამწუხაროდ, ხო, იმ ქვეყანაში სადაც ბავშვები არ არის ჯერ 100 ბავშვი პრიორიტეტი, რა არ ვიცი, ეგ როდის იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. აი რაღაც ინიციატივები მაინც გავაკეთოთ, სადამდე შეგვიძლია და მიგვიწვდება ის ადამიანები გადავარჩინოთ და
ჩვენ სირგულას არ უნდა ხდებოდეს, ვაჩვენოთ ყველას, აი stakeholder-ებსაც ეძახიან, რომ მხოლოდ რეაბილიტაციაში აი ეს გზელვადიანი მდგრადი გამოჯამთელება იძლევა შედეგს რა და ვანახოთ რომ საკუთარ მაგალითს ხო ეს იმიტომ რომ მულტიფაქტორულია ეს და შესაბამისად მულტიფაქტორული ჭირდება მიდგომაც და მათ შორის რეაბილიტაცია ეს არის უმნიშვნელოვანესი ამის გარეშე შეუძლებელია რა ეხლა ეს დამოგაი ამაზე უფრო მეტად თუ კიდე გაინტერესებთ სამედიცინო მხარე რა არის ამის და რაზე საუბრობდა ეხლა სანდრო რომ რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი ხო აი ჩვენ წინა ეპიზოდსაც შეგიძლიათ ნახოთ სადაც უკვე სერვისებზე ვლაპარაკობდით რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს მე მგონი ამით უნდა დავასრულოთ სანდრო ძალიან დიდი მადლობა გვინდა რომ გადაგიხადოთ არა მარტო მოსვლისთვის არამედ აი იმ საქმის რომელსაც აკეთებ და მათ შორის იმ პოდკასტისთვის რომელმაც მე თავი როცა უსმენ ხოლმე ამ ეპიზოდებს იმ ადამიანებს იმ სტუმრებს რომლებიც იქ ყავთ ხო აი ძალიან ბევრ საკითხზე რადიკალურად შემიცვალა ჩემი წარმოდგენა, იმიტომ რომ მე რომელიც ვარ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელსაც ნასწავლი მაქვს ეს ყველაფერი. ხო, ანუ მაინც შენც გახდი მსხვერპლი, არა აღმოვაჩინე რომ ყოფილი ვარ სერიოზული მსხვერპლი, ანუ ისე რომ აბსოლუტურად აი ჩემგან ინტერპრეტაციები. ხო, რო არ გამიაზრებია ეს რაღაცები, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც ხედავ იმ პოდკასტში. ხო? რო გეუცხოვება, გაიგე და მე რო დაფიქსდები შეგწხვება შენ თავთან რომ რატო გცხვენია კაცო რა, ხა ესეც ადამიანია და ის ადამიანი იმიტომ რომ შენ წარმოდგენაში სხვანაირი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ასეთი იყო ხმები რომელიც საზოგადოებაში გესმოდა და რა ვიცი კულტურაშიც კი ესე არის ხო ფილმებიდანაც იმდენი რაღაცა უაზრობა ისინი შემოგჩა მე ბავშვობიდან ეს ხატები ანუ განცდა თანა პირიქით ის გიჩნდება რომ რამდენად ახლობე იმიტომ რომ ეს სიცარიელე რაზეც შელაპარაკობდი რაც ადამიანებს აქვთ იმ ადამიანებს უფრო მეტად ახასიათებს, ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე თუ რა ხდება ზოგადად ცხოვრებაში და ესეთი ადამიანები როგორც წესი კარგი ადამიანები არიან. არა, ადამიანები ყველანი კარგები არიან, ხო? ზუსტად, ხო, პრობლემებთან გვაქვს აქ საქმე და ადამიანი მისი არჩევანი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ დამოკიდებული ადამიანი. აბა კითხეთ ერთ დამოკიდებულ ადამიანს, უყარო დაბრუნდეს, აირჩევს იგივე ცხოვრებას, არა. შანსი რომ კონდეს ამ ცხოვრებას არავინ არ აირჩევდა, იმიტომ რომ მან არჩევანის ამბავი არ არის. ანუ სუსტი ხარ და გინდოდა გართობა და არა, ანუ დაავადება გირჩევს შენ. კი ბატონო. და პასუხისგებელი წარსულზე და დაავადების არჩევანზე არ ხარ, მაგრამ გამოჯამთელებაზე პასუხისგებელი ხარ. კი ბატონო. და დიასლანეთ. არა, გიცნობ ის. ხო, აი ერთსაც ვიტყვი, მე აი მართლა ეს თინეიჯერობის ასაკში რახან იწყება ის უმაგაზე ის ამაკ კიდე რომ აი ამის პრევენციაზე ძალიან ჩაციკლული ვარ ასე თქვა და იმ მშობლების დამოკიდებულებაზე და აი კიდევ იმ სიცარიელეს უბრუნდები რომ ამ სიცარიელეს ძალიან ხშირად ქმნის მშობლების თუ მზრუნველის მხრიდან შვილების პატარა ასაკიდანვე ძალიან მაღალი სტანდარტების დაწესება რომლის რეალიზება რომელიც 90% შემთხვევაში არ გამოდის და თავს ადამიანს ლუზერად აგრძნობინებს და საკუთარი თავის რეალიზაციის განცდას არარეალიზებულად მიიჩნევს ასეთი ბავშვების უმრავლესობა თავს, როდესაც იზრდება, იმიტომ რომ ძალიან მაღლა არის სტანდარტი, ამის მიღწევა ძალიან რთულია განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო, მე რჩება ეს სიცარიელე და შენი იდენტობის ძიებაში ბევრად ადვილი არის, რომ იმპულსური ან ბანალური გადაწყვეტილება მიიღო და დაიწყო მაგალითად მოხმარება რა. და არა მხოლოდ ნარკოტიკის, ან გემლინგი რაც შეიძლება იყოს, ანუ ეს არის ეს სიცარიელე ფაქტობრივად უდრის იდენტობის კრიზისს, იმიტომ რომ ის იდენტობა, რომელიც შენ ჩაგზახა მშობელმა, ვერ შეასრულე, სხვა იდენტობა არ აქვს და ამ დროს ბევრად ადვილი არის, რომ შენ ეს ნავიგაციის დაიკარგო რუკაზე რა და დაკარგული ადამიანისთვის ძალიან იოლი გამოსავალი არის ხოლმე ხანდახან ეს ნარკოტიკის მიღება, რომ ეს დაივიწყო, რაც ეს სიცარიელე შეავსო. ნამდვილად ეგრეა, ხო და აი ეგ შენაზეც ლაპარაკობდი ეს მოლოდინები, რომელსაც ვერ ამართლებ და მე ენარცხები და ეს ტკივილი, ესეთი დიდი სულიერი ტკივილი, რო გჭირდება გაყუჩება და ჩვენ ასევე არავინ არ გვასწავლა სტრესთან გამკლავების ინსტრუმენტები. ჩვენ არ გვითხრეს, ჩვენ რა ვიცი, ხანდახან ტირილიც კი აუგრძალიათ, ხო? ანუ ჩვენ ბიჭები არ ტირიან და რაღაცა ვაჟკაცებმა არ უნდა იტირონ, არა და ტირილი არის ანტისტრესი და ძალიან ბიოლოგიური ის არის მდგომარეობა. ხო და აი ისე რომ შვილების თემას დაუბრუნდეთ, რავი, მაგიტომ არის, რომ უნდა ველაპარაკოთ რა. ანუ ჩვენთან ტირილიც ოკეია, არაუშავს,
გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეხლა განსაკუთრებით როცა ცოტა ძნელბედობის ჟამი გვიდგა, ეხლა არის ასე მაგათ მნიშვნელოვანი გაბედი. და პირობითი სიყვარულები მოდის ეს სიტყვა რომ უფრო მეტ პრევენცია იქნება მოვახდინოთ. და პირობითი სიყვარულები შვილების მიმართ არის ჩემი აზრით, ჩემი პერსონალურ რას ვამბობ, ძალიან არასწორი მიდგომა, რომ აი შენ ესე და ესეთი თუ არ იქნები, მე შენ არ მიგირებ, ეგ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის მერე ამ მშობლის პრობლემა. ანუ მშობელს არ აქვს საკუთარი თავი მიღებული და ანუ უნდა რომ იგივე ხდება რაც მისმა მშობელმა ჩასტახა იგივეს რაც არ მოწონდა თან თვითონ მაშინ იგივეს იმერმის და სხვა თვითონაც არ იცის და აქ კაი გამოსავალ თქვენ თუ არ იცით არსებობენ პროფესიონალები თუ რომლებსაც შეგიძლიათ მიმართო და ისიც დასწავლადია ციფულადაც კი დასწავლადია უკვე დღეს რომ როგორ უნდა ელაპარაკო შენ შულს კონკრეტული პრობლემის წინაშე როცა დგახარ რა ნამდვილად შეგვიძლია მე მგონი ამით ნელ-ნელა დავასრულოთ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა გუნდს ვინც ამ საქმეს ემსახურებით თქვენ უსმედით და უყურებდით ჯანსაღ დიალოგს რომელიც იწერება პოდკასტ არეაში დიდი მადლობა პოდკასტ არეას აი ამ სერვისისთვის რომელსაც ისწევს მის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ რომ ჩვენი ვიდეოს აღწერაში ხილოთ ეს არის ჯანსაღი დიალოგი პროექტი რომელსაც ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად, ზანდებოდეთ.